Georgian, and therefore I'm European. გამარჯობათ მეგობრებო, ჩემი სტუმარია ცოტნე გამსახურდია. მე ცოტნე გამსახურდიას მინდა ველაპარაკო პირობითად ორ რამეზე. პირველი, მისი თვალით ნანახ ისტორიაზე, რომელსაც ის თვითონ შეესწრო როგორც პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრი და მეორე, მაინტერესებს ცოტნე გამსახურდიას დღევანდელი შეფასებები იმ პერიოდის მოვლენების და იმ პერიოდის ადამიანების თუ ზოგადად გამსახურდიას თანამებრძოლების. ცოტნე გამარჯობა. როგორ ახარ? მადლობა. ცოტნე მოდი დავიწყოთ იქიდან შენ რა გახსოვს პირველი შენი ბავშვობა და იმ პერიოდის თბილისი რო აღმიწერო და დამანახო იმ ბავშვის თვალით დანახული ეროვნული მოძრაობა რა დოზითაც ქონდა შეხება ცხადია 100%-ით შენ ვერ გეცოდინება იმ პერიოდში ახდებოდა მაგრამ თან საინტერესოა ბავშვის თვალით ნანახი ეროვნული მოძრაობა როგორ გითხრა ახლა საინტერესო კითხვა ის იმასა გავს ის ლექტორები რო ეუბნებიან ხოლმე ოროსან სტუდენტებს ხო იცი მოდი მაშინ ის მოგვიყევით რაც გახსოვთ ხო რასიცით ის მოგვიყევით ხო მაგრამ ამ შემთხვევაში ეს საგანია სადაც ეგ არის მნიშვნელოვანი ამას ასე ვერ მოგიყვები ესე ვთქვათ როგორ გითხრა ახლა ბუნებრივია მეხსიერებას როც შერჩევითია და ჩემი მეხსიერებაც ასევე და კონკრეტულად თუ დასვამ კითხვას ვეცდები კონკრეტულადაც დაგისვა დავსვა ახლა ჯერ ესეთი როგორ მოგიყვე ახლა ნაცვლეული თუ არა ნუ დაახლოებით 5 წელიწადი გრძელდებოდა თვითონ ეროვნული მოძრაობის აქტიური ფაზა უფრო ნაკლებია ახლა როგორ მოგიყვე დაპყრობილი რო ვიყავით და ოკუპანტი რო იყო ჩვენი უფროსი როდისთვის იყო შენთვის გასაგები როდის გაიგე ამის შესახებ მე ამის შესახებ მე გავიგე ძალიან ადრე მართალი რო გითხრა ეს იყო 80-იანი წლების ალბათ დასაწყისი უფრო ადრეც კიდევ აი გაუცნობიერებელ ბავშვობაში რა ასე ვთქვათ 70-იანი წლების ბოლოს აი მახსოვს რომ რაღაც აი ბავშვური რაღაც ტიკ-ტიკის დონეზეც ვიცოდი რომ ესე იგი ტერე იყო გაგებ ინაური მოსკოვი და ასე შემდეგ ახლა ესე ვთქვათ დედის რძესთან ერთად ავითვისეთ როგორ ჭიძღვიან მაგრამ უკვე გაცნობიერებულად ხო როდესაც უკვე სკოლაში წავედი ახლა 80-იანების დასაწყისში და როდესაც სკოლაში წავედი მაშინ მახსოვს რომ აი არ გავიკეთე ოქტომბრის ნიშანი არ გავიკეთე ყრმა ლენინის სახე რომელზეც იყო გამოსახული მათ პიონერი არ ყოფილა შემდეგ მაგრამ ხო და მახსოვს რომ აი ქონდა რაღაც პოლემიკა მახსოვს აი ბრეჟნევი რომ მოკვდა ანდროპოვი რომ მოკვდა ეს რო წაეწვნენ ესენი გენერალური მდივნები თითო წელიწადში რომ დაიხოცნენ ასე ვთქვათ მაშინ მახსოვს რომ აი სკოლაში ფეხზე წამოდგომას ხობდა მასწავლებელი წუთიერი დუმილიც და რაღაც ესეთი და მაშინ 51-11 სკოლაში ვსწავლობდი შემდეგ გადავედი უკვე სხვაგან. ხო და აი იქიდან მახსოვს ეს ძალიან ადრიდან და მოკლედ ესე იგი დაახლოებით 3-4-5 წლის ასაკიდან უკვე ეს ნარატივი შეიძლება ითქვას რომ გაშინაგანებული მქონდა, მაგრამ გათვითცნობიერებული არ მქონდა კიდევ რომელზეც მოგეხსენება რატომ როგორ პროცესები უფრო. აი ეს შემდეგ მე რომ დაიწყო უკვე აქტიური ფაზა ეროვნული მოძრაობის ეს დაიწყო 87 წელს მე როგორც მახსოვს მე რაპოსტავა რომ ციხიდან გამოვიდა. მერაბ გოსტავამ ციხიდან გამოვიდა ეს იყო 87 წლის მაისი ეს დღეს ახსოვს გავიღვიძე გამოვედი ეზოში და მამა იჯდა ვიღაც პატრიარქალური იერის ვიღაც კაცთან იჯდა იქ ბაღში სკამზე და რაღაც ხელგადახვეულები ისხდნენ და მაშინ მოდი აქ მითხრა და ეს არის რომ ეს არის მერაბ გოსტავა მე ახლა ფიზიკურად არ ვიცოდი მაშინ მაგრამ ვიცოდი მის შესახებ ბავშვობიდან, სულ პატარაობიდან მახსოვს როგორც საუბრობდნენ მასზე ოჯახში და როგორ იხსენებდნენ, როგორ უკავშირდებოდა თუ რაღაცას უგზავნიდნენ იმაში იქ ანგარსკში თუ შიტაში სადაც იჯდა მოკლედ, სადაც იხდიდა სასჯელს ციმბირში და ოლიკოდეი და მახსოვს მერაბის დედა როგორ დადიოდა იქ მომაჩემი და ასე შემდეგ ჩვენ მეორე სახლი იყო ესე ვთქვათ მისი და აი მაშინ გავიცანი მერაბ კოსტავას გამოსვლის შემდეგ შეიძლება ითქვას აი ერთ-ორ თვეში დაიწყო უკვე პირველი მიტინგები.
ეს მინიგები იყო ძალიან მცირე რიცხოვანი 97 წლის მახსოვს ჩვენ ბორჯომში ვიყავით მაშინ დასასვენებლად პირველი მიტინგი კეჩხობში თუ გახსოვს სანატორიუმი იყო საბჭოთა კავშირის დროს ეს იყო 97 წლის თუ არ ვცდები ივნისი თუ ბოლო თუ ივლისი და იმაში ჩატარდა პირველი შეკრება ეს იყო დაახლოებით 300-500 კაციანი შეკრება 300-500 კაციანი შეკრება და შეიძლება ითქვას რომ აი შემდეგ ეს შეკრება შემდეგ უკვე ჩატარდა უნივერსიტეტის ბაღში ეს იყო 87 წლის სექტემბერი უნდა ყოფილიყო თუ სწორად მახსოვს უკვე საკმაოდ ბევრი ხალხი იყო დაახლოებით 10000-მდე და აი უკვე 87 წლის შემოდგომიდან ასე ვთქვათ გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა უკვე ამით დაინტერესებული ხალხის რაოდენობა. მაშინ როგორ უყურებდი ცოტნე რა ხდებოდა შენი თვალით დანახულ საქართველოში? ჩემი თვალით დანახულ საქართველოში გეტყვი ახლა მე მქონდა კონკრეტული რაღაც ესე ვთქვათ ჩემი წვლილი ამ ყველაფერში როგორც teenagers როგორც ეს მოზას უწოდებენ და მაგალითად მახსოვს ეს მიმართვები პროკლამაციები კი არ ვთქვათ მიმართვები პეტიციები რაც ვრცელდებოდა მე ვიცოდი საბით მანქანაზე ბეჭდვა და ჩემი მშობლებიც ახალისებდნენ პრინციპში ამ ამბავს ერთი რომ ეს განათლებისთვის იყო უკეთესი ამ ტექსტებთან მუშაობის ამბავი და მეორე კიდევ რა ვიცი ახლა პატრიოტული დისკურსიც იყო ამბავი შინაარსი რასაც აკეთებდნენ თქონდა მესმოდობა ხო და აი მაშინ მახსოვს მაგალითად ეროვნული მოძრაობის მოთხოვნები იყო დაახლოებით 15-20 მოთხოვნა მაგალითად ვიხსენებ მაგალითად აი იყო ეს ეკოლოგიური კულტურული მემკვიდრეობის საკითხები იყო იქ და დავით არიჩთანავზე არტილერიის პოლიგონი იყო ეს კულტურული მემკვიდრეობის კონცენტრაციის ადგილებში ეს ჰესების მშენებლობა და რაღაც ასეთი საკითხები იყო რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები ესე ვთქვათ ლიბერალიზაცია ეკლესიების გახსნა და ასე შემდეგ ხო და თავისთავად იყო პოლიტიკური საკითხები თუ ესო რა თქმა უნდა ხა მე ბეჭდავდი ამას მაშინ ეს არის ყო დღეს პრინტერზე რომ ამობეჭდავ შენ 1000-ობით და თუ გინდა მილიონობით ცალს რაღაცას მაშინ იყო ამას ჩვენ ბეჭდავდით 6-დან 8 ცალამდე ეს იგი მაქსიმუმი იყო კაპიროვკა ეგრეთ წოდებული კაპიროვკით შენ 8 ფურცელს დაბეჭდავდი ყველაზე მეც ну, სადღაც 5-6 კიდევ მისაღები ხარისხით იბეჭდებოდა რა და ეს შენ დაგებეჭდა ეს რო წარმოგიდგინე შენ 6-6 ცალად ბეჭდავდი რა, ну მაქსიმუმ 8-8 ცალად და დაგებეჭდა ზაუშვათ 800 ცალი 100 ჯერ უნდა აგეკრიფა ეს ტექსტი, აი მოსას კლავიატურა ხომ არ იყო კიდევ. ახსოვს 88 წელს რომ ნახე პირველი კომპიუტერი და პრინტერი გერმანიაში მახსოვს 88 წელს. და მაშინაც ჩემ გაუცებას საზღვარი არ ქონდა და ხო და აი მაშინ მოკლედ აი ეს იყო ჩემი პირველი შეხება ასე რომ თქვა მე ახლა ჩვენ სახლში ჩვენ ეზოში იმართებოდა შეიძლება ითქვას ეს ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრების შეკრება დაგეგმვა ყველაფრის რაღაც მოკლედ რაღაც რომდებოდა თანხები ამ ორგანიზაციაზე გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად რაღაც პრობლემურ რეგიონებში და ასე შემდეგ რა ეს მოკლედ აქტიურ პერიოდს უკავშირდებოდა ეს ყველაფერი მართალი რომ გითხრა ახლა მე კი არა რამდენად ხომ და გათვითცნობიერებული მაშინ ძალიან ბევრ იმჟამად დასრულ ადამიანს და ასაკოვანსაც დღევანდელი გადასახედიდან გამიჭირდება თქმა იმის მაშინ რა ხდებოდა გაიგე მაგრამ ფაქტი ის არის რომ ეროვნულმა მოძრაობამ შეძლო ყოველგვარი მედია საშუალებების, თანხების, კომუნიკაციის საშუალებებისა და უნარების გარეშე პოლიტიკური ხრიკებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების გარეშე ამავე დროს შეძლო აი ამაში რა ქვიან როგორც იტყვიან სარაფანნაი რადიო როგორც იტყვიან რუსები აი ამ სარაფანნაი რადიოს და აი საბჭოთა ტელეფონების მეშვეობით აქ იკრიბებოდა რა ვიცი თუ გახსოვთ 88 წლის ნოემბერში მაგალითად მე მახსოვს აი აქ ეს რუმიდან თავისუფლების იმჟამად ლენინის მოედნიდან კამდე რესპუბლიკის მოედნამდე დღეს ვარდების მოედანი ქვია რა მგონი ვარდების მოედნამდე ხო მოედნამდე ეს იყო დაახლოებით 300,000-მდე ადამიანი 88 წლის ნოემბერში 20 წლის ნოემბერში იყო ორკვირიანი შიმშილობის აქცია იყო აქ მთავრობის სახლის წინ იმჟამად და
აი მაშინ იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი აქციები შეიძლება ითქვას 87 არა 88 წლის ნოემბერი იყო დიახ. მიგონდონო აი ესე რა. აი მაგალითად ცოტნე შენ ყოფილხარ დისიდენტის შვილიც, საქართველოს პრეზიდენტის შვილიც ზოგადად. რა იცვლებოდა შენთვის დამოკიდებულების თვალსაზრისით, აი მეგობრები, კლასელები, იმ პერიოდის ახალგაზრდობა, როგორ უყურებდა ჯერ სიტყვაზე დისიდენტის შვილს და მერე პრეზიდენტის შვილს, რა იყო ცვლილებები? იცვლებოდა, მართალი რო გითხრა, შემდეგაც ასე ეხლა პირდაპირ გეტყვი. აი დღესაც ასე ვთქვათ, უკვე დასრულ ასაკში ეს დამოკიდებულება იცვლებოდა და იცვლება. ეს გააჩნია შენ ხელისუფლებასთან როგორ ახარ. ეხლა მოგეხსენება ახლა როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, აი ბოლოდან რო დავიწყო, ხო, აი როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება მაგალითად, მე მივესალმებოდი ამ კოალიცია ქართული ოცნების მოსვლას და უგეთესი დამოკიდებულება მქონდა და რაღაც სხვა იმედები მქონდა, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს და სხვა იმედები და სხვა პერსპექტივები. არა პირადად ჩემთვის ეს გამოჩნდა კიდეც, რომ პირადი დაინტერესება აქ მქონია, მაგრამ ზოგადად, ასე ვთქვათ, აი ერთპარტიული სიმახინჯის დაშლაში, რაც ჩვენ გვქონდა ქვეყანაში. მაგრამ რა ვიცოდი ის თუ კიდევ უარესი გველდებოდა წინ და აი ამ დამოკიდებულებასთან ერთად როდესაც დავუშვათ დადებითი დამოკიდებულება მქონდა სადღაც საყდრისის ამბებამდე აი ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების პირველი ასე ვთქვათ კოალიციური ხელისუფლების მიმართ ეს ვთქვი აი იმ პერიოდიდან დღემდე აი მას შემდეგ რაც ესე ვთქვათ გაფუჭდა უკვე წლებიას 5 წელიწადზე მეტია ხო ეს ჩემი დამოკიდებულება აი ეხლას კი იცვლება ეს ურთიერთობა და ეს დამოკიდებულება ეს მითქვენ აი მაგალითად იგივე აღარ ჩამოვწვია. ასელები მეგობრები ახლა მაშინ, როდესაც მე გამომივლია ახლა ბავშვობაში იგრძნობოდა. ბავშვობაში გაცილებით მეტად მზაფრად იგრძნობოდა ახლა დღეს უკვე როდესაც ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ და ბოდიში სასუფეხებზეც კიდია, ხო ახლა ეს რა ქვია. ესე თქვა შენი სოციუმის, შენი ურთიერთობების რაღაც წრის იმდენად აქტუალური ნაწილი აღარ არის ის იგივე და უშუალოდ კლასელი თუ სხვა ვინმე გესმით ჩვენ უკვე დღეს უფრო ავტარკიულები ვართ ხომ იცი ამ სიტყვის მნიშვნელობა ანუ უფრო თვითკმარები ვართ ერთი და მეორეც კიდევ უკვე ჩვენი ჩამოყალიბებული სოციუმი გვაქვს და ჩვენი ურთიერთობები მაგრამ ბავშვობაში ხო ბავშვობაში როდესაც ვინ ხარ ხო ბავშვობაში ყავს შენ ოჯახი ანუ მშობლები და ასე შემდეგ მშობლები და ძმები და ოჯახის სხვა წევრები, ყავს კლასელები, ну ყავს რა ვიცი, ალბათ უბნელი მეგობრები ბავშვები, ხო და ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ხომ ასეა ეს. შენ ფაქტიურად მაშინ არ ირჩევ. შენ მეგობრებს არ ირჩევ და ჩემთვის ეს ძალიან ის იყო, რა ქვია, ასე ვთქვათ. ძალიან მძიმედ მოქმედებდა, მე პირდაპირ გეტყვი, ახლა მე მახსოვს პერიოდი, როცა ხალხის წრეშვილი ვიყავი. ეს უბრალოდ ასე იყო, ამ სიტყვებით იყო. უბრალოდ ბრეჟნევის დროს მაგალითად. როდესაც მე სკოლაში შევედი, ხალხის წრეშვილი ვიყავი და ეს გრძელდებოდა რაღაც პერიოდის განმავლობაში. მე ეს ეროვნული მოძრაობა დაიწყო, შეიცვალა ბავშვების დამოკიდებულებაც. რაღაც პერიოდში 9 აპრილს რო დაიჭირეს ისევ მამა და კიდევ რამდენიმე კაცი მაშინაც, მე რო გამოვიდა, შემდეგ ისევ შეიცვალა. მოგესმის, შემდეგ უკვე პრეზიდენტი რო ხდებოდა მაშინ და მე რო წავედი, მართალი რო გითხრა, მე ბავშვების მეგობრები აქ არ დამრჩენია, პირდაპირ გეტყვი, იმიტომ რომ მე რო წავედი მე აქედან და ესე ვთქვათ, ყველაფერი გაწყდა. მაგრამ 1-2 ალბათ ერთი კლასელებიდან 1-2 გოგონას გავიხსენებ, ესე ვთქვათ, რომელიც არ იყო ტიპიური ვაგელი კონფორმისტი, ესე რომ ვთქვათ და ვისაც კიდევ ახსოვდი, ესე ვთქვათ. მე წავედი უკვე გროზნოში და გროზნოდან კიდევ სხვაგან და ასე ვთქვათ, ჩამოვედი საქართველოში უკვე წლების შემდეგ. ცოტნე, თუ გაქნაფს და გექნება ნაფიქრი დარწმუნებული ვარ. შენი აზრით რა გააკეთეს იმ პერიოდის ეროვნული განმათავისუფლების მოძრაობის ლიდერებმა, ну ძირითადად სვიად გამსახურდებოდა მერაბ კოსტავამ, ისეთი რომ იმ პერიოდში ააგდეს დამოუკიდებლობის იდეაზე ქართული საზოგადოება. დღეს ხო ძალიან რთულია რომ იდეაზე ხალხი გააგდო. მithmetes ეს კომუნისტური საზოგადოება, რომელიც მონობაში ცხოვრობს. და უცბად როგორც ჩვენ ამბობ, რავი, 200,000-იანი, 300,000-იანი მიტინგები დაიწყო ქალაქში. რა იყო ეს, რანაირად შეიძლება თან შენ ამბობ რომ რაღაცნაირი რადიოთი მოახერხეს ესო. როგორ ქნეს ეს და დღეს რატო ვერ ხერხდება, როგორ ფიქრობ? რამ შეუწყო ხელი ასე? ხო, ну ააგდეს ახლა მე ამ სიტყვას არ გამოვიყენებდი ჯერ ერთი, მაგრამ ასე ვთქვათ, ეს უფრო
გოგა ხაინდრავის ტერმინოლოგიით. ხო, მაგრამ იდეაზე ავარდა ხალხი დადებითი კონოტაცია. გამოკიდებულების იდეაზე ავარდა ხალხი. გოგა ხაინდრავის ტერმინოლოგია. ხო და მოდი იცი რა, ალბათ ეს ახლა პოლიტიკური ფსიქოლოგიის სფეროში გადავდივართ ახლა ჩვენ ალბათ უკვე. ერთი რომ ეს არის ესე ვთქვათ აკრძალული ხილის ამბავი. მე მგონია, ну ახლა მოდი რომ გავიმბიჟელოთ უბრალოდ. ერთი არის აკრძალული ხილის ამბავი. ახლა დღეს, როდესაც ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიაში, იმიტომ რომ ჩვენ ჰიბრიდული დემოკრატიის პირობებში ვცხოვრობთ და ამას დემოკრატია ვერცერთ შემთხვევაში ვერ ეთქმის, ხო, დემოკრატია დიდი ასოთი. ამ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიაში შენ გამოდი, რაც გინდა თქვი, რაც გინდა ქენი, რაც გინდა იყვირე, ესე რომ ვთქვათ, ძაღლიყებს ქარავანი მიდის, შენ არავინ არ გისმენს. ხალხი არის დღეს იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა გამოიარა, რაც უნდა დიდი და უშუალოდ უკმაყოფილება თუ ტკივილი თუ ცუდი დამოკიდებულება მქონდეს, მე პირადად ამას არც უმალავ. დღეს სამწუხაროდ ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი ბიდლოს არის ქცეული და ეს ფაქტია, ამაზე ნებისმიერ შემიძლია ვეგამათო, გესმის? მაშინ არ იყო? მიუხედავად ამისა, გეტყვი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხო, ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი მათ შორის თავისი უცობით საბის მომზადებლობით ძალიან ბევრი სიმწარე, ბევრი ტკივილი გამოიარა, ბევრი манипуляციები შიდა თუ გარე, ასე ვთქვათ, პარაზიტებისა თუ გარე მტრების ხელით მეყენებული და დღეს ძალიან, ასე ვთქვათ, ესეთი ხელაღებით, ასე ვთქვათ, ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა ძალიან ძნელია, მოდი ასე ვთქვათ. თუმცა, მოკლედ რა მინდოდა მე თქვით დავიწყეთ. იმით რომ რა იდეა როგორ მოხდა ის რომ რა იდეა იყო ეს იყო მომზადებლობა კი არა უბრალოდ ესე ვთქვათ აი სუფთა ფურცელი გესმის ეს აკრძალული ხილის მომენტიც იყო ეს ესმის ეს რაღაცა სფეროს დემოკრატიზაციის პოლიტიკური სფეროს ერთგვარი დემოკრატიზაციის ლიბერალიზაციის ცდელობა გესმის შენ რომ აი ის რა ამის ფიქრის გულისათვის იჭერდნენ ადამიანებს გესმის და უცებ გახდა შესაძლებელი ამის რაღაცნაირად ამაზე არა თუ ფიქრი ლაპარაკი კიდევაც გესმის და უცებ ვიღაცეებში ამან გამოიწვია ენთუზიაზმი, აი გამოუცდელი, აუთვისებელი ცნობიერების ტერიტორიის ათვისების ცდელობა იყო გესმის. აი ეს ცდელობა ადამიანის შინაგანი ცდელობა აითვისოს საკუთარი ცნობიერების უღრანი ტერიტორია ამ ადამიანებმა ერა კოსტაუმ და ზრიად გამსახურდია აქციეს კონკრეტულ მოქმედებით იმპულსად, რამაც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. ახლა მეორე, პოლიტოლოგიურად რომ იცოდეს, ყველა შემთხვევაში, ყველა რევოლუცია, ყველა სისტემის ნგრევა ყოველთვის ხდება სისტემის, ესე ვთქვათ, კანჩების შესუსტების დროს. არ არსებობს ჯერ მსოფლიო ისტორიაში მაგალითი, როდესაც, ესე ვთქვათ, მკაცრი, დაუნდობელი, ვთქვათ, თანმიმდევრული ტირანია დაემხოს ხალხს. ეს არის სრული ზაფარი. ყოველთვის რევოლუციები და ყოველთვის რეჟიმის ნგრევა ხდება ლიბერალიზაციის მცდელობების დროს. ეს არის აქსიომა. შეგვიძლია ვიგამართოთ ყველა შემთხვევაში, ახლა ჩვენ დღესაც ვუყურებთ დედამიწის ზურგზე ესეთ ტირანულ თუ ავტოკრატულ რეჟიმებს, ისინი საკმაოდ დიდი წარმატებით არსებობენ. აი მაგალითად, აი ბოლო ხანებში რო გავიხსენოთ, ახლა არაბული გაზაფხული, ხო, არაბული გაზაფხულიც რის შემდეგ დაიწყო. სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც იმ ქვეყნებში სახელმწიფო მმართველებმა იქ ეგვიპტე იყო თუ ტუნისი თუ სხვები, იქ ეს წადეს რაღაც ესე ვთქვათ ხალხისთვის. პერესტროიკამ დათმობაზე გავლენა. კი, ესმის ამის თქმა მინდა. ანუ პერესტროიკამ და იმ ნაბიჯებმა, რაც ესე იგი ახლა რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა იმ ეკონომიკური კრიზისის და იმ ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის შედეგად ხო საბჭოთა კავშირი მშიერი რჩებოდა ფაქტობრივად. მე მახსოვს 500 კაციანი, 1000 კაციანი რიგები საბავშვო ბაღები რჩებოდნენ მშიერი, გესმით, თქვენ საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც მას სისტემას უკვე აღარ შეეძლო არსებობა და იძულებული იყო დასავლეთზე ყოფილიყო დამოკიდებული. დასავლეთი კიდე ვითხოვდა ამ, ასე ვთქვათ, ლიბერალიზაციას და ადამიანის უფლებებს. ახლა ადამიანს მოდი ასე ვთქვათ, რომ დასავლეთი მაშინაც ეშმაკობდა, იმიტომ რომ დასავლეთმა იცოდა ამას შედეგად რა მოყვებოდა.
მე დარწმუნებული ვარ დასავლელმა პოლიტოლოგებმა ზუსტად იცოდნენ რომ ამას მოხდებოდა ის რომ საბჭოთა ხალხი დაანგრევდა თვითონ თავისი ამ სისტემას თავისი თვითონ შიგნიდან. იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის დასავლეთის მოკავშირე ქვეყნებში არის რა ვიცი ბრუტალური ავტოკრატიული სულთანისტური რეჟიმებიც და მათ ეს პრობლემას არ უქმნით. აი იქამდე სანამ ეს რეჟიმები მათ საგარეო პოლიტიკურ ინტერესს ატარებენ. გესმით, ანუ მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო. ეს მეორე საკითხი სისტემის შესუსტება. სისტემის შესუსტება და ასევე იყო რაღაც გარკვეული ისტორიული მახსოვრობა. მოდი ესე ვთქვათ, ახლა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 70 წლის განმავლობაში ვიყავით დაპროფილები, 70 წელი ახლა ჩვენს არსებობის ჩვენ პარადიგმაში, ქართულ ტრადიციულ პარადიგმაში ხო ეს არ არის მაინც ბევრი მოიხსენება. ნუ არსებობდა მეხსიერება შენ ამბობ? ხო. კი, არსებობდა. ეხლა ყველა შემთხვევაში მეც მაგალითად აი მე ბავშვობაში ხო აი მეც რაღაც პერიოდში გავიგე რომ თუნდაც საქართველოს უდესაც ყოფილა დამოუკიდებელი იყო პერიოდი თუმცა არ ვიცოდი რა ეხლა სადღაც ნუ 10-11 წლის ვიყავი თუ რაღაც ხო გესმის ეხლა კი მქონდა ეს როგორც თავიდან გითხარი ეს მოსკოვი მტერი, კგბ მტერი, მტერი გესმის შენ, მაგრამ აი არ ვიცოდი რა, ნუ გავიგე რომ საქართველოს ოდესღაც დამოუკიდებელი იყო და აქ ყოველთვის საბჭოთა კავშირი არ იყო, ჩვენთვისაც აღმოჩენა იყო. დამოგიდგენია ახლა სხვა თაობები გაიზარდა. ჩემი თაობა კი არა, ჩემი წინა თაობა გაიზარდა იმ ცოდნის გარეშე, ნუ სადღაც აი 50-იანებში დაბადებული ტიპები წარმოგიდგენია, რომ ჩემი წინა თაობა, ვინც არ იცოდა საერთოდ რომ საქართველოს არსებობდა საერთოდ უკაზე. გესმის და აი იმის წინათაობას უკვე, ხო? იმის წინათაობას უკვე ჰქონდა ეს მახსოვრობა, ან ბაბუების თაობას, გესმის შენ და ეს მახსოვრობა ოჯახის წევრებს შორის გადადიოდა. გადადიოდა და მე მგონია რომ ამანაც გარკვეული როლი, გარკვეული ესე ვთქვათ, სწრაფვა ადამიანებში თავისუფლებისადმი რაღაც თვითგამორკვევისადმი ადამიანებში დევს და ესეც იყო მათ შორის რა. ცოტნე მე გამიგია რომ კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში სულ იცოდნენ რომ მისი შვილი საქართველოს განმათავისუფლებელი უნდა ყოფილიყო. აქედან რა არის ჭორი და მართალი ეს ზღაპარია რომ აი ვიღაცამ შევიდა კონსტანტინე და აი ეს თქვენი პრეზიდენტი იქნება და რაღაც ზღაპარია არ არის მართალი. არ არის მართალი. არის. შენგან მაინტერესებს ეროვნული მოძრაობის კონტექსტი. მე ბევრი რამე მინახავს ეროვნულ მოძრაობაზე, მათ შორის ნანახი მაქვს ღირსების სასამართლოს ვიდეო, რომელიც დღეს YouTube-ზე და ხელმისაწვდომია. მინახავს იქაური გარჩევები და ცხადი არის, რომ ეროვნულ მოძრაობაში ყველა ერთ აზრზე არ იყო მათ შორის კონფლიქტები, ზვიადის ყავდა მეგობრები და მოწინააღმდეგეები. აი შენი დღევანდელი თვალით, მაშინდელი თვალით და დღევანდელი თვალით დანახული კონტექსტი მინდა მითხრა, რა იწვევდა კონფლიქტებს ეროვნულ მოძრაობაში შენი აზრით და შეიძლებოდა თუ არა მათი აღმოფხვრა, ან რა იყო საჭირო იმისთვის, რომ სიტყვაზე თანამებრძოლები, რომელსაც ყველას უნდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რაღაც თვალსაზრისით საერთო მტრის წინააღმდეგ დალაგებულიყვნენ. თუ იყო ამის შანსი? რა გითხრა, აბა, ალბათ შანსი იყო. ალბათ იყო ეს შანსი. თუმცა დღეს ახლა ამაზე საუბარი ძალიან ძნელია. ისტორიას არ უყვარს თურმეობითი კილო. რა იქნებოდა ეს რომ ასე ყოფილიყო ახლა საიწოდა კონფლიქტებს მოდი იქნება ამ მიზეზების გარშევა და მაგაზე ხუმრობ ხოლმე რომ ეს ბებია ჩემი რომ ბაბუა ჩემი ყოფილიყო დიდოსტატის მარჯვენას დაწერდა მეთქი ახლა აღარ ვიტყვი იმ სკაბრეს რაც ამ მოსკოვში იგულისხმება ხოლმე ხო ვიხსენება ისტორიას არ უყვარს თურმეობითი კილო რა იქნება რა იწვევდა ამას მე მახსოვს მაგალითად 87 წელს როდესაც ეს ეროვნული მოძრაობა იწყებოდა ყველა ერთად იყვნენ პირველი 4-ეული იყო мама მერაბ გოსტავა, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, იყო ირაკლი ბათიაშვილიც იყო სადღაც გარკვეულ ერთ-ერთ პლანზე, მოდი ესე ვთქვათ. ეს 4-ეული თუ იყო შემდგომ რაც დაიყო, ეს იყო პირველი ეროვნული მოძრაობის ბირთვი, ასე რომ ვთქვათ. რა იწვევდა კონფლიქტებს და ძალიან ბევრი ძალის მუშაობა, ჩვენი სისუსტეების გამოყენება, ეს ქართული ხასიათი, მე თვითონ წარმოიდგინეთ ახლა ეს დისიდენტები, არ იყვნენ ესენი ადამიანები, ესე ვთქვათ, ჩვეულებრივი ადამიანები არ იყვნენ, გესმით? ახლა ჩვენ რო აქ ვზივართ და რაღაც იმაზე, რა ქვია,
იქაც ყალზე რომ რაღაც 7 ატმოსფეროში შედარებით 7 ატმოსფეროში რაღაცას საუბრობს განყენებულად ეს იყო ხალხი წარმოიდგინეთ რომელიც 10 წლეულების განმავლობაში უძლებდა წნეხს უძლებდა ის საშინელ მე ვიძახი აი მამაზე და მე რებოსტავაზე ახლა იმ ახალგაზრდებზე ვარაფერი ვთქვათ იმიტომ ახალგაზრდების მოღვაწეობა შედარებით უფრო გვიან დაიწყო ესე ვთქვათ ახალგაზრდები უფრო გვიან ჭანტურია და წაესოს გულისხმობ ისინი უფრო გვიან ჩაერთნენ ირაკლი ბაქიაშვილი ხომ საერთოდ სულ ბოლოს და ჩაერთნენ ამ მოძრაობაში და ეს იყო ხალხი რომელიც 10 წლეულები განიცდიდა დევნას შევიწროებას თვალთვალს იყო 1000 გვარი შეთქმულების მსხვერპლი რეალური თუ ესე ვთქვათ გამოგონილი და ასეთი ძალიან ხშირად ხდება ახლა უბრალოდ შენ 10 წლეულების განმავლობაში შენ შეიძლება ყველგან მტერი და ყველგან რაღაც გეჩვენებოდეს და ამაში ვერავინ ვერ გაგამტყუნებს აცალაში ღირსების სასამართლო ახსენე ახლა ეს დღეს ნაზირალები ვიღაცა ნაბიჭრები მე ახლა უფრო უარესი სიტყვებით რომ არ ვთქვა იმაზე რა ქვია კაცს რომელმაც ახლა დაუშვათ ყველაზე უარეს შემთხვევაში სისუსტე გამოიჩინა და აი ეს მოინანია დაუშვათ ეს მონანიება ადამიანი რომელიც 10 წლეულების განმავლობაში იბრძოდა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის როდესაც აი ეს ნაბიჭრები ეს არაკაცები და არაქალები ვინც მას დღეს ამაში ამტყუნებს გესმის მაშინ როდესაც ისინი ყველა პრივილეგიით სარგებლობდნენ და როდესაც ბრეჟნევის ხელისუფლებას და იქამდე კიდევ სტალინს უკმევდნენ გუნდროგს გესმის შენ ეს ნაზირალები და სარგებლობდნენ ასე ვთქვათ ყველა სიკეთითა და ყველა ესე ვთქვათ ხრავდნენ პირდაპირ რომ ვთქვათ იმ რაღაც ავტოკრატიულ, კლეპტოკრატიულ რეჟიმში ხრავდნენ ამ ქვეყანას და შემდეგ ზვიად გამსახურდიას ამტყუნებენ აი ამ სისუსტისათვის. გესმის და სისუსტეს და კიდევ ადამიანს, რომელმაც ამ სისუსტის შემდეგ კიდევ ამას თუ სისუსტეს დავარქმევთ, გესმით თქვენ? ამ სისუსტის შემდეგ კიდევ ამ ადამიანმა წამოაყენა ფეხზე ერეპოსტავასთან ერთად ეროვნული მოძრაობა და ამ ქვეყანას მოუზანა და ანუ ენას ზვალი არა აქვს გესმის და აი ამ ამორალური არსებების მიერ განსჯილ თუ განკითხულ აი ამ ეროვნული მოძრაობის წევრებს თუ ლიდერებს მე ვერ მივიღებ ამ ნარატივს როგორც დღეს იტყვიან რა მე სხვათა შორის იმ რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე მათ შორის ამაზე რაც ახლა შენ საუბრობ და მაინტერესებდა აი თუნდაც მაგ აღიარების მერე როგორ მოახერხა ზვიად გამსახურდიან ფეხზე წამოდგომა და ეგეთი ძალიან საინტერესო პასუხი მივიღე ერთ-ერთ რესპონდენტისგან თორცდები არ მინდა შემეშალოს მაგრამ თორცდები იყო ირაკლი წერეთელი რომელმაც თქვა რომ ზვიად გამსახურდა ამის მერე არ გაჩერებულა ანუ ამის მერე ის როგორც მე დამრჩა შტაბ-ბიჭლება შეიძლება ვწდები მაგრამ დღე ამ წუთას შტაბ-ბიჭლება მაგ ის მიუხედავად ამისა ის უფრო მეტად აგრძელებდა იგივე საქმიანობას რის გამოც მანამდე არ დასემულა გესმით არ დასემულა ჩვენ ყველა ვეცემით. ახლა ბოლო ეს რა ქვია მე გეტყვი ახლა ალბათ აი ამ წლების განმავლობაში, ამ 10 წლების განმავლობაში კიდევ განსაკუთრებით ჩვენ იმდენი ნახეთ და იმდანაც გაუყომართ ქართველი ადამიანის ცნობიერება, გესმით, ნებისმიერი რამ შეიძლება გაასაღოს, შემოატრიალოს, ესე იგი მისმა ეგომ რაღაც აი მისი შეხედულებების. თუმცა კონფლიქტის მიზეზი ეროვნულ მოძრაობაში როგორ მარტო ეს საბაბი არ იყო. უფრო მგონია რომ ეს საბაბი იყო. ანუ საბაბი იყო. არა, მაგაზე ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე. ხო, ანუ მე რა მაინტერესებს, ეს შენი აზრით რა განსხვავებები არსებობდა ამ ადამიანებს შორის, რის გამოც არაბითარი პრინციპული განსხვავებები არ არსებობდა, ხა მოგეხსენება, მაშინ არ არსებობდა არც რაღაც პოლიტიკური იდეოლოგიები მწყობრი არ არსებობდა, არ ქონდათ ამ ადამიანებს და არც ესე ვთქვათ მემარცხენეებად დაყოფა, ეს იყო ერთადერთი დისკურსი, ეს იყო ქვეყნისათვის დამოუკიდებლობის მოწამის დისკურსი, შემდეგ იყო ახლა გარკვეული დაყოფა. აი მაგალითად იყო დაყოფა, პირველი დაყოფა ეროვნული მოძრაობის სად მოხდა, ხო? როდესაც ესე იგი ფილარმონიაში შეიკრიბნენ და გარკვეულმა ნაწილმა აირჩია 90 რომელი წელი იყო 90 წელი იყო თუ 90 მე მგონი ხო 90 წელი ფილარმონიაში მარტში თუ არ ვცდები იყო გამართული შეკრება სადაც ესე იგი რომელსაც გამოეყო მამა და მასთან დაკავშირებული ადამიანები რომელსაც აირჩიეს ბალტიისპირული გზა და ის მეორე ნაწილი ირჩევდა უფრო რადიკალურ გზას არ მივიღებთ საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობას ესე ვთქვათ და იქ იყო საუბრები რაღაც შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევაზე და ასე შემდეგ მამას მიაჩნდა რომ ეს მისცემდა სისტემას ამ
მოძრაობის სისხლშახშობის საშუალებას, უნდა ყოფილიყო ბრძოლამდე გაგრძელებულიყო მშვიდობიანად და ბალტიისპირეთის მოდელით და ისტორიამ გამოაჩინა რომ მოიტანა შედეგი, თუმცა დღეს შეიძლება ვიღაცა კიდევ არ ეპუება და არ აღიარებს ამ ყველაფერს და რაღაც ამანტყოფურ თეორიებს ავითარებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტია რომ დამოუკიდებლობა მოიპოვეს ამ გზით სამბალტიისპირეთის რესპუბლიკამ და აგრეთვე საქართველოს. მე რაღაც ინფორმაცია მაქვს მაგ მოვლენებზე, ჩემს ინფორმაციას აზრით, რაც დამჭა შტაბ-ბიჭდება, რაც ამ ხო, მე ესეთ ინფორმაცია მაქვს და მგონია რომ ყველა აღიარებს ფაქტორად ვისაც ველაპარაკებოდი, რომ ზვიადის პოლიტიკური ნაბიჯი სწორი იყო. უბრალოდ მანამდე ზვიადიც იყო წინააღმდეგი საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობის მიღების, უბრალოდ მან, თუმცა არგუმენტი ჩემთვის გასაგებია, ანუ ზვიადის არგუმენტი გასაგებია, ეს არგუმენტი იყო ის, რომ ფაქტობრივად მაგ დროს მიიღო უზენაესმა საბჭომ დადგენილება, რითაც საბჭოთა კავშირი ფაქტობრივად ოკუპანტად აღიარა და შესაბამისად ასეთ რეალობაში დანიშნული არჩევნები მისაღები იყო. ნუ რაღაცნაირად გავიგე ეს. ესეც იყო კაცო, ეხლა პოლიტიკა არის შესაძლებლის ხელოვნება, ხო? ეხლა დღეს ის ადამიანები, ვინც იძახდა, რომ საქართველოს ქართველებისთვის ვისაც წესდებაში ეწერა და ვისაც წესდებაში პარტიის წესდებაში ეწერა რაღაც თეოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა და ვისაც წესდებაში რაღაც ასე ვთქვათ, სულიად მანიაკალური რაღაც თეზისები ჰქონდა, ისინი ამბობდნენ, რომ გამსახურდაზე პოლიტიკოსი არ იყო და აი ეგ ეხლა რაც თქვენ აღწერეთ იეგო, ეს არის წინა პოლიტიკოსის ქცევა, ხო? რომ შეცვლილ რეალობაში მან მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიიღო და ამ გადაწყვეტილებამ მოიტანა შედეგი. ამ გადაწყვეტილებამ მოიტანა შედეგი ის, რომ დღეს ეს ქვეყანა დამოუკიდებელი, ეს მათი მცდელობით არ არის ეს ქვეყანა დამოუკიდებელი და ეს ფაქტია, გესმით? სხვა მათი მცდელობით სწორედ შემდეგ, ასე ვთქვათ, ჩავარდა იმ ორმოში, სადაც ჩავარდა, მაგრამ ეს უკვე ახლა თალკე საუბრის თემა. ცოტა შეიძლება გისაუბრია კიდეც ამ თემაზე. ხო და რა მინდოდა მე თქვა? ხო და ამ განხეთქილება ახლა რა ხდებოდა? ძალიან ბევრი ძალა მუშაობდა, მათ შორის იმჟამინდელი კომუნისტური ძალები, უბრალოდ ახლა კომუნისტური ოფიციოზის თუ KGB-ს თუ რაღაც ნომენკლატურასთან დაახლოებული პირების მოგახსენება ახლა საქართველოს პატარა ქვეყანა და ძალიან ადვილია აქ ყველა ადამიანთან საერთოდ გამონახვა. აი ასე შეიქმნა თავის დროზე CK-ს და პირადად აი გურამ გელაძის ერთ-ერთი კომუნისტი მაგნატის თუ როგორ უწოდო მას, ასე ვთქვათ. ამ კომუნისტი მაგნატის მცდელობით ასე შეიქმნა თავის დროზე მაშველთა კორპუსი და შემდეგ მხედრიონი, გადაკვალიფიცირდა მხედრიონად. ასე ამ ეროვნული ფორუმი, როდესაც შეიქმნა ეროვნული ფორუმი, ეს საპირწონედ, ასე ვთქვათ, აი ამას მხარეს გაერთიანებული ძალებისა. ეს ამ ეროვნული ფორუმის უკანაც ეს გურამ გელაძე და ვიღაც ასე ვთქვათ, კომუნისტი ბობოლები კარგი სიტყვა გამახსენდა. ეს კომუნისტი ბობულები იდგნენ ის მაშინდელი საბჭოთა ინტელიგენცია ასევე ცდილობდა ამ ეროვნული მოძრაობის გარკვეულ ნაწილზე გავლენის მოხდენას გესმის, ანუ ეს ისინი ერთ ადგილას არ მდგარან, აი ეს ყველა ცდილობდა ამ ეროვნული მოძრაობის დანაწევრებას, მასში რაღაც გარკვეული რაღაც პროტეჟეების გაჩენას გესმის, მათთან საერთო ენის ნახვას, აი რა თქმა უნდა, ახლა მუშაობდა იმჟამინდელი საბჭოთა რუსული სპეცსამსახურები KGB და შემდეგ ასე რომ ეს ადვილი არ ყოფილა, რომ ერთობის შენარჩუნება საკმაოდ ძნელი იყო. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ახლა ხო იცი გურემი რომ გადაბრუნდება ამ კითხვის პასუხად, თავდაპირველი კითხვის პასუხად ვიძახი, გურემი რომ გადაბრუნდება ლაპარაკი ადვილია, მაგრამ ალბათ მაინც შესაძლებელი იყო ამ ერთობის შენარჩუნება. ხო არ გილაპარაკია ბატონ ზვიად გამსახურდიასთან, მაგალითად როგორი ქონდა, როგორც შვილს შეიძლება, როგორც რა ვიცი, შეიძლება მოგისმენი ამაზე საუბარი, მე ძალიან მაინტერესებს, მას როგორი საქართველო ქონდა წარმოდგენილი გარდა დამოუკიდებლობისა. დამოუკიდებელი საქართველო გასაგებია გვესმის ყველას, რაც ქონდა და გამოაცხადა კიდეც. ამ მიზანს მიაღწია. სხვა რა მიზანი ქონდა, როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი საქართველო, ამაზე ხო არ გისაუბრია? როგორ გითხრა ახლა მე ასე პირადად როგორ გითხრა რომ ამ თემაზე არ მისაუბრია. არ მისაუბრია, მაგრამ მე მისი საუბრები რაღაც მისი მოსაზრებები მაქვს მოსმენილი. მე საერთოდ ძალიან მოგზალებული დამოუკიდებულება მქონდა მასთან. ხო და ეს პირველ რიგში ეს უნდა ყოფილიყო კეთილდღეობის სახელმწიფო. ეს წინააღმდეგი იყო ყოველგვარი ველური კაპიტალიზმის პირდაპირ გეტყვი, ველური კაპიტალიზმის ეგრეთ წოდებული პრიხვატიზაციის შემდეგ ახორციელდა მას უნდა ესე ვთქვათ, ძალიან ესე ვთქვათ, ნელარყებების გარეშე გადაეყვანა ეკონომიკური ცხოვრება, განსაკუთრებით ეკონომიკური ცხოვრება გადაეყვანა
ვთქვათ, საკუთრებასა და დამოკიდებულება თავისუფალი ეკონომიკის ღირსებზე, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეცვლილიყო. მას აქვს კიდევაც ამ თემაზე მისი სტატია არის, აი როგორ საბჭოთა ცხოვრების წესი, მე შემიძლია გამოგიგზავნო ლინკი. საბჭოთა ცხოვრების წესი, ეკონომიკური ცხოვრების წესი პირველ რიგში როგორ აყალიბებდა რაღაც არაჯანსაღ კრიმინალურ დაჯგუფებებს, მაფიებს, მათ შორის ხელოვნებაში, სპორტში, კულტურაში, გესმის და ესო ამ სფეროების ლიბერალიზაციო, ეკონომიკური ცხოვრების ლიბერალიზაციო, ეს სიტყვით გეუბნები რა სამოს. ეკონომიკური ცხოვრების ლიბერალიზაციაო და ეკონომიკური და პოლიტიკური უბრალოდ გამოიწვევს ამ მაფიების დაშლას, ის რომ ისინი აღარ გახდებიან საჭირო. და ბოლოს ამის ასე ამთავრებს, რომ საქართველოს სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაც და მუქთახურათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან ძნელია. ანუ ზუსტად იმას ამბობს, რაც ესე იგი, რაზეც გვაქცია ჩვენ ახლა მანამდე მე მგონი არ წვედით ვარსკვლავებს საბჭოთა კავშირამდეც შრომის მოყარეობით ახლა ჩვენ ისტორიას თუ გადაავლებთ თვალს. ესმის, მაგრამ შემდეგ რა ორმოშიც ჩაგვაგდოს საკავშირმა, ის ზუსტად აბსოლუტურად ზუსტად აანალიზებს. ცოტნე როგორ ფიქრობ, ვინ იყო ესეთი თანამებრძოლი? ხო და მას ანუ მას უნდა ასე ვთქვათ, მას უნდა გათავისუფლება, მომხდარი იყო გათავისუფლება სხვადასხვა სფერო, არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლება. მომხდარი იყო ეკონომიკური ცხოვრების გათავისუფლება, სოციალური სფეროს ასევე გესმის, მაგრამ არ უნდა ეს მომხდარი იყო შოკით. გესმის, შოკით, რასაც შეიძლება ითქვას, რომ ალბათ მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეძინა. აი ცოტნე ამ გადაცემების ციკლში უბრალოდ თავისითაც ისედაც კი ვიცოდი, მაგრამ თავისითაც აღმოჩნდა, რომ ნუ იმ პერიოდის ისეთი ძალიან საინტერესო კაშკაშა ფიგურა არის მერაბ კოსტავა. შენი თვალით ნანახი მერაბ კოსტავა მაინტერესებს, რაც მოგესწრო და რა შეხებაც ჰქონდა და გარდა მაგისა მაინტერესებს რა შეცვალა მერაბ კოსტავას სიკვდილმა შენი აზრით ქართულ პოლიტიკაში. მერაბ კოსტავას სიკვდილმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა, მოდი ბოლოდან დავიწყებ. ძალიან ბევრი რამ შეცვალა აი ის მტრები, რომლებიც ამბობდნენ, აი დღესაც თუ დააკვირდები, დღესაც იცილობს ვიღაცა და უპირისპიროს მამა და მერაბი ერთმანეთს, გესმის? დღესაც ჩვენთან მოიდგინე, განუყრელი მეგობრების მერაბი ფაქტურად ჩვენ ოჯახში გაიზარდა. დაპირისპირებას ცდილობენ და პირველ რიგში ის შეიცვალა, რომ მამან მოიტანა ეროვნული მოძრაობის გახლეჩა სწორედ მაშინ დაიწყო. გესმის, იმიტომ რომ იგივე გია ჭანტურია იყო ეს თუ ირაკლი წერეთელი, გესმის, ახლა ეს სხვები ვიც ვახსენე. ესენი თავისთავად ესენი არ მოსწყდებოდნენ, ესე ვთქვათ, არ გახდებოდნენ ესე ვთქვათ განხეთქილების ინიციატორები, მათ რომ არ ჰქონოდათ რაღაც გარკვეული რომ არ ყოფილიყო რაღაც გარკვეული მომზადებული ფლანგი უკვე გესმის შენ გასახლეჩად. და ეს ფლანგი იყო სწორედ აი ამ წითელი ინტელიგენციის, კომუნისტური ნომენკლატურისა და ბობულების და უშიშროების კომიტეტის მიერ შექმნილი გესმის ეს, რაც შემდეგ იქცა ეროვნულ ფორუმად და რასაც მერე ესე ვთქვათ შეუერთდა მხედრიონი თუ მაშვილთა კორპუსი და ასე შემდეგ. ეს ამის შესახებ ახლა ეს ვიდეო ფირებიც არის ინტერნეტში, ესე იგი ეს დიდი ეროვნული მოღვაწეები როგორც ზიან მაგალითად იქ ვიღაცა მოსკოვში ქეიფობენ ჯაბაიოსელიანი, რამას შეკვაძე ეს ვითომ ეროვნული მოღვაწეები ერთად გესმის და რაღაც გეგმებს აწყობენ ინტერნეტში დევს ეს პირები მოიძებნება გესმის და აი ამას ეს შეიძლება ცოტა უფრო გვიან მომხდარიყო ან არ მომხდარიყო საერთოდ რომ ყოფილიყო მერაბ კოსტავა. ესმის, სანამ მერაბ კოსტავა ცოცხალი იყო, აი იმ კამპანიას მამას წინააღმდეგ გაუჭირდებოდათ იმ კამპანიის წარმოება თვითონ შიგნით ეროვნულ მოძრაობაში. ახლა კომუნისტური ხელისუფლებიდან რომ მომდინარეობდა ეს აგრესია და დაპირისპირება და საწინააღმდეგო კამპანია, ეს ბუნებრივია. და თვითონ ეროვნულ მოძრაობის გახლეჩა გაუჭირდებოდათ. რაც შეეხება ახლა როგორ მახსოვს მე მერაბ კოსტავა ძალიან ისეთი კეთილი დადებითი ადამიანი იყო. კეთილი დადებითი ადამიანი იყო რაღაც პერიოდი, ახლა ციხიდან ახალი გამოსული. წარმოიდგინე ახლა 10 წლის განმავლობაში. 10 წლის განმავლობაში ციხეში როგორ გაატარა და იყო რაღაცა მოწყურებული, მონატრებული რაღაც ურთიერთობები. ხო, რაღაც ურთიერთობას შეიძლება ითქვას რაღაც იმას. აი რაღაც ცხოვრებისეულ სიამეებს ესეც შეიძლება ვთქვათ, ეს სხვადასხვა მერაბ კოსტავას და მამას თავიდან ერთნაირი ის მიუსაჯეს.
ერთნაირად ადამიანსაჯეს სასჯელის, შემდეგ მერაბს მოუწყვეს პროვოკაცია იქ. ციხეში მოუწყვეს პროვოკაცია და დაუმატეს, ეგრეთ წოდებული რასკრუსკა გაუკეთეს. ეგრეთ როდესაც დაუმორჩილებელ პატიმრებს, ეს მე ჩემ თავზე მათ გამოცდილი სხვათა შორის, როდესაც დაუმორჩილებელ პატიმრებს რასკრუსკას უკეთებენ, იმიტომ რომ ჟიანს ამაგალითოდ. ესმის იქვე სისტემაში კიდევ უმატებენ რაღაც გარკვეულწლებს და სწორედ ამის გამო მოხდა ის, რომ ერაბოსტავამ ფაქტობრივად 10 წელი მოიხადა რა. ნუ ფაქტია რომ მერაბ კოსტავას დაბრუნებით ამ ქვეყანაში, ანუ მე რაც გარედან ვაკვირდები, მერაბ კოსტავას დაბრუნებით საერთოდ სხვა ასეთი სული ებერება ეროვნულ მოძრაობას და რაღაცნაირად სხვანაირად იწყებს მოქმედებას. შეიძლება ითქვას ასე იყო. თელის. პრეზიდენტობის პერიოდზე რას მეტყვი? აი ეგ როგორ გახსოვს, როგორ პრეზიდენტად ზედ გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევა, დამოუკიდებლობის გამოცხადება, აი შენ ცხოვრებაში რა ხდებოდა? მაშინ იმ თვალით ხო დამანახო და დღევანდელი თვალით. ჩემ ცხოვრებაში როგორ გითხრა, ჩემ ცხოვრებაში ეს კარგი არაფერი მომხდარა ამ თვალსაზრისით. იმიტომ რომ ახლა შენ თუ იძახი რაღაც მოზარდის ცხოვრებას თუ იძახი რაღაც იმიტომ რომ ახლა ეს ნიშნავდა რას, რომ ნიშნულობა გესმოდა რა ხდებოდა საქართველოში მაგ პერიოდში. რა თქმა უნდა, ახლა მეტნაკლებად ალბათ იმდენად ამისათვის მე ახლა როგორც ასეთი კლასიკური გაგებით ბავშვობა არ მქონია იაგო პედაგოგია ხო რა. ესე იგი ხო გეუბნები ახლა სულ პატარაობიდან ეთერან მოგიღები რაღაც ეპიზოდები ამ ყველაფერში ჩართული ვიყავი ნებსით თუ ნებლიეთ ჩვენ გქონდა ესე ვთქვათ აი ნახევრად გასამხედროებული ყოფა რა ისმის ესე ვთქვათ ახლა ჩემ გემოზე ვერ ვიმეგობრებდი ვერ წავიდოდი ვერ მოვიდოდი ვერ ისე იმიტომ რომ ჩვენთან ახლა ჩვენ სახლთან 24 საათის განმავლობაში თუ არა დიდი ხნის მანძილზე იდგა უშიშროების თანამშრომლების მანქანა იყო მუდმივი შიში თვალთვალი რაღაცობები რასაკეთებდნენ აი რო იდგნენ რასაკეთებდნენ ნუ არაფერს რა გძაბავდნენ არა, გიყურებდნენ გასულ სად მიდიოდა, სად მოდიოდა, მაშინ არ იყო ახლა ეს ისე დრონები და არ იყო მობილური ტელეფონით რო დაადგენენ დღეს ახლა შენ სად იმყოფები, მაშინ ხო არ იყო ეს ყველაფერი გესმის და სად მიდიოდა, სად მოდიოდა, რა საკეთებდა მამა ჩემი ვისთან ლაპარაკობდა, ჩვენთან ვინ მოდიოდა, ჩვენ არც არავინ არ მოდიოდა პრინციპში რაღაც ერთეული ადამიანებიც გარდა დამოვიდეთ 87 წლამდე შეიძლება ითქვას. ეხლა მე ამიტომ მეცინება ხოლმე რომ მეტყვი, ანუ იმის შენ პატარა მახსოვ ხარ, მე პატარა ვერ ვეხსოვები, იმიტომ რომ მე როდესაც პატარა ვიყავი, ჩვენთან მოდიოდა სულ, რა ვიცი, ალბათ 5, მაქსიმუმ 7-8 ადამიანი. იგი ამიტომ ამ ქვეყანაში მე არც ისე ბევრს ვახსოვ ვარ პატარა. და ასე რომ ვთქვათ, გესმის და აი ესეთი სიტუაცია იყო რა. აი მას მე რაც ხო და რაც შეეხება პრეზიდენტობას ახლა შეეხება პრეზიდენტობას შემდეგ იყო ახლა პერიოდი როდესაც ეს ღია წყაროებშიც არსებობს ეს ინფორმაცია მაგალითად ვინმე გენერალი ჭყალებში დუმბაძის წიგნი თქვენი ჭირიმე ბიჭებო თუ რაღაც ეგეთი სლეობა უგაცრავად სიტყვაზე იქ სადაც წერს ტიპი რომ ისინი გეგმავდნენ ზვიან კოლხური კოშკის მოხსადგომებთან კომუნიკაციებს შეისწავლიდნენ როგორ უნდა აეფეთქებინათ გამსახურდია თავის ოჯახით და ის რა ქვია რაღაც რამდენიმე ათეული რაღაც რეკრუტირებული ტიპები იყვნენ გამოყოფილი რომ ჩვენ ძელვას ავეყვანეთ და ამ გზის მოეხდინათ მამაზეზე ანუ კარგი არა როდესაც პრეზიდენტი იყო იგი ანუ როდესაც ესე იგი ეს აქტიური თან დაპირისპირება გამწვავდა მაშინ მხედრიონთან მოგეხსენებას და ახლა ისინი იყო ეს იყო ყველაფრის კადრებელი ხალხი გესმის გამოგიდგენია ამიდან მოსკოვიდან ხარდაჭერილი რაღაც ბანდიტები, ქართველი ტიპები, რომლებიც მიიჩნევენ საკუთარ ხელისუფლებას ებრძვიან, იღებენ დაფინანსებას იარაღს, ხარდაჭერას იმიდან, რა ქვია, რუსეთიდან. გესმის, ყოველ შემთხვევაში შეიძლება ახლა ყველა რიგითი ვერაცნობიერებდა, რაღაც რიგითი ბანდიტი ამ ყველაფერს გესმის. ძირითადად ესენი შედგებოდნენ რაღაც ციხიდან გამოშვებული ტიპებიდან და რეციდივისტებიდან. მაგრამ მათი ხელმძღვანელობა ხომ ზუსტად მათი ხელმძღვანელობა ხომ ზუსტად იცოდა რასაკეთებდა და აი ამნაირი დაჯგუფებებიდან მე რუსული სპეცსამსახურებებიდან მუდმივად გვემუქრებოდა ჩვენ საფრთხე გესმის განადგურების თუ მძევლად აყვანის თუ ასე შემდეგ და შესაბამისად ახლა ჩვენი რეჟიმიც ასეთი იყო ახლა შეიძლება იბარაუდო მე რას მომიტანდა ჩვენს არაფერი კარგი ამას არ მოუნდა აი დღეს რო არის ახლა პრეზიდენტის შვილები რო ულაობენ და თქვათ მე არ მგონია ამის სურვილი მათელი რო გიცხადა სხვა დროც იყო ახლა პრეზიდენტის შვილი ვერ იგულავებდა ხო და არც არანაირი სურვილი არ მქონია პირდაპირ გეტყვი ახლა ჩემი დამოკიდებულება მაქვს ცხოვრების მიმართ და ასე ვთქვათ
საკმაოდ ბევრი წელია ეს ჩამოყალიბებულია და არ მქონია მართალი რო გითხრა ის რომ მე ეს ვარ მოდი. პრეზიდენტად მასერად ზუსტად გამსახურდია გახდა პრეზიდენტი, ამბობენ რომ ის შეიცვალა რაღაც თვალსაზრისით და მაგალითად ჯაბა იოსელიანი თავის წიგნში ამბობს რომ მე ზუსტად იმ მეთოდით გამისწორდა ზუსტად გამსახურდია რა მეთოდითაც რომ მას კომუნისტები უსწორდებოდნენ. მას ესეთი პრეტენზია ჰქონდა. სისულელეა ახლა ჯაბა იოსელიანის ნაბოდვარი ახლა ყველას ის არის. დამიჭირავა. დაგიჭირა რა თქმა უნდა დაეჭირა აბა იმას რა ქვია პოლიციის განყოფილებებს ხილავდნენ და იმაში სამტრედიის პრეფექტურა დაცხილეს ორი კაცი დაიჭრა და ხედრიონი მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებდა ტერორისტულ აქტებს. აბა რა უნდა ეკნა. ზუსტად გამსახურდია ტერორისტი და ის არ ყოფილა იმას რა ქვია ბომბებით არ დარბოდა. ესმის და რაღაც პროვოკაციებს არ აწყობდა და როგორ ადარებს საკუთარ თავს იმას რა ქვია. აი მაგალითად დისიდენტურ მოძრაობას. მაგალითად გია ჭანტურიას მიტინგის დარბევაზე თუ დაშლაზე რა სიტყვის სწორი იყო შენი აზრით? გია ჭანტურიას მიტინგის დაშლა შეიძლება რა ვიცი ისი როგორი რაღაცაა ჯერ ესეთი ეს გაიგო მან პოსტფაქტუმ ანუ საკმაოდ დიდი წილი იყო ამ ყველაფერში იმისა რომ ეს იყო პროვოკაცია. ეს იყო პროვოკაცია საინტერესოა რომ ამ მიტინგის დამშლელები შემდეგ უკვე მამას წასვლის შემდეგ შევარდნაძემ ყველა დააწინაურა. ესმის ეს ძალიან საინტერესო ფაქტია რა. ვინც ეს მიტინგი დაშალა, ხო, შემდეგ მათთან დამეგობრდა ჭანტურიაც და ბუჩისტები და შემდეგ შევარდნაძის მთავრობაში ყველა დააწინაურდა, ასე ვთქვათ, გადატრიალების შემდგომ მთავრობაში. პოლიციელებზე ვამბობ, ესმის. ხო, ყველა დააწინაურა ეს ერთი, მაგრამ მეორე, გია ჭანტურიას მიტინგი იყო რამდენიმე ასეული ადამიანისგან შემდგარი, აგრესიული რაღაც ესე ვთქვათ, აგრესიული აქცია, რომელიც ემსახურებოდა ერთ მიზანს. მაშინ იმჟამად იყო საქართველოში სტუმრად რიჩარდ ნიქსონი და ჩამოსული იყო ცხოვრწები რიჩარდ ნიქსონი, თუნდა ჩამოსული იყო და ამერიკელი კონგრესმენები. და ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ეს აქცია იმართებოდა მოსკოვიდან ჰქონდა ჭანტურიას მითითება, რომ დასავლეთისთვის უნდა ეჩვენებინათ როგორი ავტოკრატი და როგორი ესე ვთქვათ სასტიკი მეთოდებით უსწორდება გამსახურდია ოპოზიციას. ეს იყო ამას შემდეგ მოხდა სხვადასხვა ბეიკერის წერილი რაღაც დიპლომატიური დემარში ბეიკერის ამერიკის საელჩოს მხრიდან და ამ არსებობს ასევე ინტერნეტში დებს მამას პასუხი ბეიკერისადმი ესე იგი რომ როგორ უხსნის იგივე მხედრიონთან დაკავშირებით იგივე შეერაღებულ ოპოზიციასთან დაკავშირებით თავაზობს მას ჩამოსვლას სიტუაციის უკეთ გარკვევას და ასე შემდეგ. გესმის? ხო და ანუ ეს იყო რაღაც მიზანმიმართული პროვოკაცია, თუმცა პროვოკაციის თავიდან არიდება შეიძლებოდა. მაგრამ აი ხომ გეუბნები რა, შეიძლება ახლა შემდეგ სახელები და გვარები თავად გეტყვი და შეიძლება შეამოწმო. ყველა მათგანი დაწინაურდა და ვიცი. იმას რას უკავშირებ, რომ მის მიერ არჩეული ორი თანამებრძოლი გახდა ფაქტობრივად მისი შეიარაღებული მოწინააღმდეგე, თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი. შეცდომა იყო ეს ორი ადამიანი თუ თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი კი არა, მოდი ესე ვთქვათ. ნებისმიერ სიტუაციაში, თან მით უმეტეს საქართველოში ამ ადამიანების მოღალატეების ნაკლებობა არ არის, მოდი ესე ვთქვათ. ის რომ დაუშვათ მთავრობაში ორი ადამიანი გადაიბირეს მხოლოდ ორი ადამიანი გადაიბირეს იმჟამინდელმა რუსულ სპეცსამსახურებმა და იმ ძალებმა ვინც იდგნენ რეალურად ამ სახელმწიფო გადატრიალების უკან ეს კიდევ გასაკვირიც არის მე თვითონ ვკითხავ. ახლა სიგუას და კიტოვანის დემარში დარჩებოდა რა ვიცი მაქსიმუმი რამდენიმე ათეული ადამიანის დემარშად რაღაც ამბოხებად რო არ ყოფილიყო ის მხარდაჭერა რაც მათ შემდგომ მიიღეს იმპერიული ძალების. მე სულს არ მიკვირს იმ ძალების მასშტაბისა და სიძლიერის გათვალისწინებით, რომელიც უპირისპირდებოდა საქართველოს, მოდი ესე ვთქვათ რა. რა ვიცი, ორი მოღალატეს უგვიკვირს ამ ქვეყანაში და მართლა აღარ ყოფილა საშველი. მე გამიგია თორსემ ნემო ბურჭულაძემ მითხრა, უბრალოდ შეიძლება შენც კონდეს ამაზე ორზე მეტიც იყო ისე რეალურად, ახლა სიგუა და კიტოვანი უბრალოდ ესე რა არის, სიგუა და კიტოვანი ყავთ მაგალითად კი არა ვიღაცებს უნდაც გამოიყვანონ სიტყვის ესე იგი ეს ქვეყანა დაანგრია სიგუა და კიტოვანმა და ეს ზვიადგამსახურდიას კრეატურები იყვნენ და ისევ მგვალი მაგი და ერთმანეთს დაუპირისპირდა და მას დაუპეს ქვეყანა. აი
იგი არ ყოფილა საბჭოთა ინტელიგენცია, რომელსაც იმას რა ქვია. რა იყო მაგათი როლი ძალიან კაია, მაგას რო შეეხე საბჭოთა ინტელიგენცია. საბჭოთა ინტელიგენცია ამაზე უკეთ შევარდნაძეზე უკეთესად ამას ვერავინ ვერ იტყოდა, კაცო, არ ყოფილა თითქოს საბჭოთა ინტელიგენცია, რომელიც აეროპორტში დახვდა შევარდნაძეს და მან მადლობა გადაუხადა ამ ინტელიგენციას იმისათვის რომ ინტელიგენციამ იარაღი აიღო ხელში და იარაღით დაუპირისპირდა დიქტატურას იძებნება ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ ეს შევარდნაძის. ვის ეჭირა იარაღი საბჭოთა ინტელიგენტები? საბჭოთა ინტელიგენტებიდან ეჭირა იარაღი ბუბა გიგაბიძეს მაგალითად, როგორც ამბობენ, როგორც მე პირადად არ მინახავს, მაგრამ ამბობენ რომ ერთ-ერთი მიტინგის დარბევის დროს მას ეს ნიღაბი ჩამოხატეს. ასევე არის საუბარი რამაზ შეკვაძეზე. იგივე ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელიც ახლა თვითონ შეიძლება იარაღი არ ეჭირა, მაგრამ რაღაც სიაფასიან პროვოკაციებში მონაწილეობდა. აგერ სტურუა იყო ესე ვთქვათ, იდეოლოგიური გამправებელი, როგორც დღეს უწოდებენ, აგერ კიდევ რა ვიცი, შენგელაიები ახლა იარაღით თუ იდეოლოგიურად თუ ფულით თუ ყველანაირად მონაწილეობდნენ და ამას არც მალავდნენ თავის დროზე. ფაქტობრივად აი ყველა ის ვისაც დღეს ვარსკვლავებია გიგა ლორთქიფანიძე, ყველა ის ვისაც დღეს ამ ქალაქში ვარსკვლავები აქვს გახსნილი ფაქტობრივად აი კედელთან მისაყენებელი სამშობლოს მოღალატეა. მე არ შემგვიჩნდები ამ სიტყვების თქმას. მით უმეტეს იმ ყველაფრის შემდეგ რაც ამ ადამიანებმა გაუყო. ესენი ზვიადის დაუპირისპირდნენ ბოლოს თუ სიტყვაზე თავიდან ზვიადის არა ეროვნულ ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ იაგო. ზვიადის დაპირისპირება ეს არ ყოფილა რაღაც იმაში რაღაც სამსახურეობრივი ინტრიგა არის. აი მაგალითად 70-იან და 80-იან წლებიდან იყვნენ ზვიადის მოწინააღმდეგეები თუ სიტყვაზე მასმედიას და ესენი იყვნენ კაცო, ესენი იყვნენ ეროვნული მოძრაობის მოწინააღმდეგეების პირველ რიგში. ესენი იყვნენ ეროვნული მოძრაობის მოწინააღმდეგეების პირველ რიგში. მე მახსოვს ახლა 87-88 წლებში მახსოვს რომ ესენი რაღაცნაირად ამართლებდნენ ყველანაირად კომუნისტურ ხელისუფლებას და მოუწოდებდნენ რადიკალური ზომებისკენ და ამათ დასცინოდნენ რომ ესე იგი რაღაც სოფლელების სუნიანების ბრბო და რა უნდათ და აგერ რა ქვეყანას ანგრევენ თუ რა ქვეყანა დაანგრიეს. ეს ტიპები იყვნენ გესმის. ეს ტიპები იყვნენ რომელსაც მორგებული ჰქონდა საკუთარ თავზე ამ ქვეყნის რაღაც კულტურული, ეკონომიკური ცხოვრება გესმის და ჩვენივრად ზნობდნენ თავს და ბუნებრივია ახლა ის მათ არ აინტერესებდათ არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც თვითგამორკვევა და არც რაღაც პროგრესი. რა ხარ ინტელიგენციაში შევეხეთ არ შემიძლია არ გითხო. ხო და თავიდან რით დავიწყე ესე იგი რომ სიგონ გვალი მაგიდა გაიყო და გვალმა მაგიდამ დააქცია ქვეყანა გესმის და თითქოს არ ყოფილა ეს საბჭოთა ინტელიგენცია ეს იარაღიანი თუ იდეოლოგიურად მათი მხარდამჭერი არ ყოფილა ეს რუსეთის ეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი რომელიც მათ იარაღით ამარაგებდა არ ყოფილა რუსული სპეცსამსახურები მანამდე საბჭოთა კგბ თითქოს არ ყოფილა მხედრიონი არ ყოფილა 1000 ჯურის ესე იგი რაღაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებები მე რაღაც უბნები რომ დაიყო და ყოველ სოფელს რომ თავის ბანდა ჰყავდა. ისვით, ესენი არ ყოფილან თითქოს ეს ტიპები. ესპის და აი გვალმა მაგიდამ დააქცია ეს ქვეყანა. თავ და არ ყოფილა კიდევ ამ ყველაფრის არქიტექტორი ედუარდ შევარდნაძე. თითქოს ესე იგი რომელმაც ეს ქვეყანა ამ ცეცხლის ალში გახვია და შემდეგ ესე იგი ჯართად გაყიდა და ჯიბეში ჩაიდო ამ ქვეყნის პოლიტიკური თუ ეკონომიკური რაღაც დივიდენდები და დოლარი. ცოტნე არ შემიძლია ეს კითხვა არ დაგისვა. ძალიან მაინტერესებს შენ თვალით ნანახი ზვიადის დამოკიდებულება რელიგიასთან და ეკლესიასთან. ეს ორი სხვადასხვა რამეა, ცხადე მე მესმის და ამიტომ ორივე მაინტერესებს. ხო, რელიგიასთან და ეკლესიასთან ახლა რელიგიური კაცი იყო. რელიგიური კაცი იყო შეიძლება ითქვას, თუმცა მას არყო წარმოედია მაინც თეოდემოკრატიას აწვებოდაო ერთ-ერთი არა, სულე თეოდემოკრატია ეს ეწერა, თეოდემოკრატია ეწერა ჭანტურიას პროგრამაში. ეროვნული დემოკრატიული პარტიის პროგრამაში იგიძლიათ მოიძიოთ და იქ წერია თეოდემოკრატია. არაფერს არ აწვებოდა, ეს არის სული სისულელე. ის რა ქვია, მას მართალია ქონდა რაღაც, ესე ვთქვათ, ვიტყოდი რაღაც გარკვეული სენტიმენტები. მაგრამ ის რომ ახლა ეს რა ქვია რაღაც თეოდემოკრატია და თეოკრატია ამაზალობა ის არის სისულელე. ეს ოფიციალურად ეწერა საქართველოს ჭანტურიას პროგრამაში, ისევე როგორც საქართველოს ქართველებისთვის. რაც შემდგომ დააბრალეს. ხო, ერთ დოკუმენტსაც კი, ერთ პოლიტიკურ დოკუმენტსაც კი ვერ ნახავთ, სადაც ესე იგი რაღაც სერიოზულ დონეზე მიდის ამაზე მსჯელობა. და ეკლესიას რაც შეეხება ახლა ეკლესიას მას ქონდა საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება ეკლესიის მესვეურებისადმი
ჯერ კიდევ 70-იან წლებიდან მოყოლებული ახლა მათ შორის ილია მეორე ახლა ილია მეორის პატრიარქად მოსვლას გარკვეული იმედის თვალით უყურებდა მაშინდელი დისიდენტური მოძრაობა, ფიქრობდნენ რომ რაღაც გაჯანსაღება მოხდებოდა, თუმცა სიამოვნებაში რეალურად უარესი მოხდა. ახლა არსებობს ილია მეორესადმი მისი მიმართვები ოფიციალური თუ ოფიციალური დიახ, ღია მიმართვები არსებობს და იქაც ჩანს მის ამიდან ბატონო. რას თხოვდა, რას მიმართავდა? რას მიმართავდა და პირველ რიგში მიმართავდა იმას, რომ იმ საკითხებზე, რაც იმ უზნეობისა და იმ თქვათ დარღვევების აღმოფხვრას თხოვდა ეკლესიაში, რასაც ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა ადგილი. ეს იყო ხატებით ვაჭრობა, ეს იყო რაღაც კორუფციის შემთხვევები, ეს იყო უშუალოდ ის რაღაც რელიგიური დოგმებიდან გადახვევა, ასე ვთქვათ, ცუგნება, კიდევ რა თემებზე იყო საუბარი. კიდევ იყო საუბარი ხო, რაღაც საბჭოთა ორგანოებთან თუ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, მოკლედ ყველა ის წერილიც მაქვს ნანახი. დაავადება, რაც დღეს ჭირს ჩვენ ეკლესიას, ეს ახალი არ არის. მე მაქვს წერილი ნანახი თვალსები 93 წლით თარიღდება, შეიძლება მეშლება, მაგრამ ესე მახსოვს. სადაც ხელმომწერი არის ილია მეორე და ამბობს ზვიად გამსახურდიაზე წერს, რომ ყურადღება მიაქციოს ამას საბჭოთა ხელისუფლების ორგანოებმა. 93 წელს თქვა დავუსვით საპატრიარქოს და არ გვიპასუხეს. 93 წელს კი არსებობს ესეთი. ეს ნამდვილია თუ კი, ნამდვილია. კი, 93 წელს, 93-ია. 3 ხო. ხო, 93 წელს. შემდეგ ახლა რაღაც იყო გარკვეული ნორმალიზაციის ცდილობებით შემდგომი პრეზიდენტის როცა გახდა, მაგრამ ილია მეორე რა არის? ილია მეორე შიში ჰქონდა მისი, მოდი ესე ვთქვათ. იცოდა ჯერ ერთი რომ ახლა მამა საკმაოდ კარგად იცნობდა ქრისტიანობას, მათ შორის ქრისტიანობის როგორც შინაგან ისე გარეგნულ მხარეს, გესმის, კარგად იცოდა რაც ხდებოდა ეკლესიაში და პირველ რიგში ესე იგი საეკლესიო სასამართლოს შემოღებას უჭერდა მხარს, გესმის? ანუ თვითონ ეკლესიის დამოუკიდებლობის განმტკიცებას, გესმის და ეკლესიას თვითონ რომ ჰქონოდა რაღაც გარკვეული სასამართლო დისციპლინარული ორგანო, გესმის ეკლესიას. და ილია მეორემ რა გააკეთა, ხო, ილია მეორემ არათუ ყოველგვარი კრიტიკის და ყოველგვარი განხილვის მიღმა გაიყვანა ეკლესიის ყველა ქმედება. არამედ კიდევ ილია მეორის დროს მოხდა ცენზის, განათლების ცენზის მოხსნა. დღეს მღვდელს აღარ ესაჭიროება. განათლების ცენზი აღარ არსებობს. გესმის, დღეს მღვდელს აღარ ესაჭიროება იყოს რაღაც სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, გესმის? ანუ ნებისმიერი ბიდლო, ყაჩაღი, რაღაც მაწანწალა გესმის, რაღაც შესაბამისი ნაცნობობით, მეგობრობით, ჩალიჩით, მოდი ესე რომ ვთქვათ, რომ კადრები რო წვერან ყველაფერს, გესმის, შეიძლება გახდეს მღვდელი, გესმის, და მღვდელი გახდეს და რაღაც პირადი ლოიალობის ნიშნით, შემდეგ ასეთი მღვდელი ემორჩილება იმას, ვინც ესე ვთქვათ, მოუგვარა, აი წმინდა ქურდულად რომ ვთქვათ, გესმის, და რა დღეში აგდებს ის მრევლს და შემდეგ ესე იგი ეკლესიის ავტორიტეტს. ხო, რა ემართება ამის შედეგად ეკლესიის ავტორიტეტს მოგეხსენება, ხო? მაგრამ ნუ დღეს ახლა ჩვენ ცოტა სხვა სიტუაცია გვაქვს კიდევ ამ თვალსაზრისით ქვეყანაში. ოღონდ შემთხვევაში მამა ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო და ილია მეორე მუდმივად დისტანციას ინარჩუნებდა მასთან, გესმის შენ? ესე ვთქვათ, მას მისი შიში ჰქონდა. იმ საეკლესიო სამართლის შიში ჰქონდა, ესე იგი მამასთან დამოკიდებულების შიში, იმის გამოაშკარებების შიში ჰქონდა, რასაც იგი ესე ვთქვათ რაც იდგა მის ზურგს უკან რა, მოდი ესე ვთქვათ, ჯერ კიდევ 70-იან წლებიდან მოყოლებული მისი საქციელი იქნებოდა ეს თუ ასე ვთქვათ. ხო, თან ამავე დროს იყო ახლა იყო ის ფაქტორი, რომ ილია მეორე განუხრელად დასრულებდა საბჭოთა სპეცსამსახურებიდან მიღებულ გეგმას და რაში გამოიხატებოდა ეგ მაგალითად რა შეიძლება საბჭოთა სამსახურებიდან მიღებულ გეგმას, რომ ესე იგი მას არ შეიძლებოდა ეკლესია დაეახლოვებინა ეროვნულ ხელისუფლებასთან. ეკლესია არ უნდა ყოფილიყო ეროვნულ ხელისუფლების მხარეს მდგომი, გესმის? ანუ მაშინ, როდესაც ახალფეხადმო ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ეკლესიის თანადგომა, გესმის? ეკლესია საქართველოს გვერდში არ ედგა. გესმის? და მას ასევე ჰქონდა პირადი ლოიალობა, თუ იგი იმართებოდა ასევე ედუარდ შევარდნაძის მიერ
რაც შემდგომ არაერთხელ გამოჩნდა, გესმის და ის უშუალოდ ასრულებდა ახლა მას ახლა შეიძლება მე ვერ მოგიტანოს დღეს არ გაასაჯაროა სპეცსამსახურებმა ეს სტენოგრამების ტექსტები, მაგრამ მისი ნაბიჯებიდან ჩანს, რომ ესე იგი ის ყველანაირად აი მაგალითად იგივე ჯაბა იოსელიანზე ახლა მას არაერთხელ ეს ექსპლიციტურად ნათქვამიც აქვს, რომ როგორ მფარველობდა იგი ჯაბა იოსელიანს, მაშინ როდესაც მხედრიონის განიარაღების პროცესი დაიწყო, მან შესთავაზა ჯაბა იოსელიანს ეს მხედრიონიო საეკლესიო ჯარად ხომ არ გადავაკეთოთ. გესმის? აი ასეთი ინფორმაციაც კი არსებობს, გესმის, რომ მან ეს შესთავაზა ჯაბა იოსელიანს. და იგი ყველანაირად ცდილობდა, რომ აი ეს დესტრუქციული ელემენტები, ესე იქნებოდა შეიარაღებული რაღაც ფულყარონო შეიარაღებული ფორმირებები, კომუნისტი ბობოლები და მაფიოზები თუ ესე ვთქვათ, ეროვნულ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ტიპები ყველა გააერთიანებინა, ესე ვთქვათ, ეკლესიის წიაღში, გესმის თქვენ და მაშინ ახლა იმხელა ძალა და ავტორიტეტი არ ჰქონდა ეკლესია როგორც შემდგომ უკვე დაბნელებისას მოიპოვა, გესმის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იგი ყველანაირად ცდილობდა, რომ ერთ-ერთი ძალის ცენტრი ყოფილიყო ზუსტად ამ ბრძოლის. თუმცა ამაზე, ესე ვთქვათ, რეალურად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ხო არსებობს ახლა ინფორმაცია, რომ დიდი ზეიმები მოეწყო მამას ქვეყნიდან წასვლის შემდეგ და ახლა რა თქმა უნდა ამას ბევრი ლაპარაკი 2-3 თვეში პუტჩის ავტორები დალოცა და შევარდნაძე მონათლა აგრეთვე სულ რამდენიმე 3 თვეში შეერაღებული გადატრიალების შემდეგ და მაშინ როდესაც ესე იგი ყოველ მაშინ რა ქვია გვანო შეერაღებულ ფორმირებებს იცავდა და დემოკრატიას თხოვდა მათთან მიმართებაში ქვეყნის პრეზიდენტს მას ერთი სიტყვა არ დასდენია მიტინგების დახვრეტის დროს და იმ ესე ვთქვათ იმ კატასტროფასთან დაკავშირებით რა დღეშიც ქვეყანა ჩააგდეს მისმა სულიერმა შვილებმა. ცოტნე რა მოხდა ზვიადის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ? აი ეგ პერიოდი რომ მესმის რომ ძალიან მძიმე პერიოდია შენ ცხოვრებაში, ამიტომ პოდის გიხდი რომ ეს უნდა გაგახსენო, მაგრამ ისტორიისთვის არის ძალიან საინტერესო საქართველოს ისტორიის ნაწილია და ჩვენი უფლება ვიცოდეთ, როგორ ცხოვრობდა საქართველოს პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც ის უკანონოდ დაამხეს. და მისი ოჯახი ასევე. და ასევე მაინტერესებს რამდენიმე პერსონაჟი, რომელმაც მაშინ ზვიად გამსახურდიას მეგობრობის ხელი გაუწოდა. ვინ იყვნენ ეს? მე ვიცი, ჯოხარ დუდაევი ასეთი და ძალიან მაინტერესებს ეს ადამიანი და ზოგადად ეს პროცესი მაინტერესებს, მისი ჩამოსვლის პროცესიც მაინტერესებს და შენ თვალით დანახული მგონია, რომ ჩემთვის ყველაზე სანდო იქნება ყოველ შემთხვევაში. ხო, ვიცი რა მოხდა და შემდეგ ახლა ჩვენ წავედით ხლებს, არაერთხელ მაქვს ეს მოყოლილი. მე წავედი ჯერ აზერბაიჯანში გადავედით, აზერბაიჯანში იყო მაშინ მეტნაკლებად ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ანგარიშს უწევდა, მოდი ასე ვთქვათ რა. მუტალიბოვის ხელისუფლება იყო მაშინ და რუსული დივიზიები იდგნენ და აზერბაიჯანელებს შეეშინდათ, მოდი ასე ვთქვათ და ჩვენ ვერ მოგცემთ თქვენ აქ ვერავითარ გარანტიას, მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო. რამდენიმე დღე, 1-2 დღეში წამოვედით აზერბაიჯანიდან, როგორც მახსოვს, მე გადავედით სასონხეთში. სასონხეთში რაღაც 1-2 კვირა მოგვიწია გაჩერება, ასე ვთქვათ, სრულ იზოლაციაში, იქაც არ იცოდნენ, ასე ვთქვათ, იქ რა გაეკეთებინათ. რაღაც ზეწოლა იყო ახლა სონხებზეც ეთყობა რუსეთის მხრიდან, იქ ეს შენგელაიები, ვიღაცები, ჩამოსულები იყვნენ, მათ შორის საქართველოს ხუნტის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები და მოითხოვდნენ კაცო გადაცემას რაღაც. შემდეგ და შემდეგ ესე იგი რაღაც ჯოჰარ დუდაევის უშუალო მცდელობით და დახმარებით ჩვენ გადავფრინდით იმიდან ზვართუნცის აეროპორტიდან გადავფრინდით იმაში. გადავფრინდით გროზნოში. ხო, ჯოჰარი ახლა უკვე დასრულები იყვნენ და უკვე ბოლო წლებში გაიცნეს მათ ერთმანეთი შეიძლება ითქვას, 90-91 წელს გაიცნეს. და ახლა მხარს უჭერდა კავკასიელი ხალხების თავისუფლებისკენ სწრაფვას და ხმარებოდა გარკვეულწილად, ახლა მე როგორც მახსოვს იყო რაღაც იქ. სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდა ჯოჰარ დუდაევს, რაც ძალიან თვალშიარებით ნავებოდა რუსეთს. მოიხსენებოდა და რაც ალბათ იყო კიდეც ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოში მოხდა ისედაც მოხდა. ახლა და
ასე ვთქვათ, რასულ ასაკში დამეგობრებული ხალხი იყო, ესე იგი, ვინც იდეამ გააერთიანა, შეიძლება ითქვას. მას ჰქონდა კავკასიური სახლის შექმნის იდეა, თუმცა ამ კავკასიური სახლში შემავალი ქვეყნების მოსახლეობა არ აღმოჩნდა. მზად ამ იდეის გასიგრძეგანებისათვის, ახლა ეს კიდევ ძალიან დიდი და სერიოზული საუბრის თემაა. ხო და ჯოჰარი შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის იყო საბჭოთა გენერალი, მიუხედავად ამისა, იგი იყო ძალიან სერიოზული, ესე ვთქვათ, საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანი იყო და მას კარგად ესმოდა ის კონტექსტი, როგორც შენ ამბობ, ის კონტექსტი კარგად ესმოდა, რაშიც მათ უწევდათ ბრძოლა და კარგად ესმოდა ვის და რას უპირისპირდებოდნენ. ეს და ასევე ალბათ კარგად იცოდა იმ მოცემულობაში, რომ ეს ყველაფერი განძირული იყო. ესმის. მაგრამ ძალიან ვაჟკაცი, ძალიან შეუპოვარი. როგორი მასპინძელი იყო? ძალიან კარგი მასპინძელი იყო. ახლა ჩვენ ძველ იმაში რა ქვია, ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი რაღაც მაშინდელი მინისტრთა საბჭოს რეზიდენციასავით იყო რაღაც ასეთი რაღაც კომუნისტური ინტერიერით ორი ოთახი გქონდა ჩვენ, მესამე ოთახი ჰქონდა იმას. მესამე ოთახი ეკავა დაცვის წევრებს. ორ ოთახში ცხოვრობდით ჩვენ რა, ასე ვთქვათ, ამას იყოფნის დროს და ეს ვთქვათ განსაკუთრებული ფუფუნების და რაღაცით არ გამოირჩეოდა, მაგრამ როგორც ასეთი რომ მასპინძელი ძალიან კარგი იყო და ძალიან ასე ვთქვათ რას ურჩევდა ზვიადის თუ გახსოვს? მე არ დავსწრები ვარ ახლა იმ საუბრებს, თუმცა ჯოჰარი შეიძლება ითქვას, რომ ყოველ კვირა თუ არა, ყოველ ორ კვირაში ერთხელ მოდიოდა ჩვენთან. როცა მაიქ იყო. ეს იყო სადღაც წელიწად ნახევარზე მეტი. 24 სექტემბერს წამოვიდა საქართველოში და ჩვენ იქ ჩავედით 15 იანვარს თუ ვაცდები. რას ურჩევდა, როგორ ურჩევდა ახლა რაღაც ერთად ურჩევდა რაღაც თავის გამოცდილებიდან გამომდინარე თუ წამოსვლას ზვიად გადაწყვეტილებას წამოსვლაზე რა აზრი ქონდა ჯოჰარ დუდარის ხვალ გახსოვს? უშლიდა მას უთქვამს კიდე შემდეგ ნათქვამიც აქვს რომ უშლიდა წასვლას, მაგრამ რა ვიცი. ბოლოს შეეგუა მის ამ გადაწყვეტილებას რომ რატომ მიიღო გადაწყვეტილება ზვიადი, როგორ ფიქრობთ? რატომ მიიღო და ძალიან ემძიმებოდა ის ყველაფერი რაც ხდებოდა მაშინ საქართველოში. ერთის მხრივ აფხაზეთის ომი, აფხაზეთის ფაქტობრივი, ესე ვთქვათ, ფაქტობრივი დაკარგვის საფრთხე. ერთის მხრივ აფხაზეთის ომი, მეორეს მხრივ იყო ის უპრეცედენტო, რა ვიცი, ვითარება, კატასტროფული ვითარება ქვეყანაში, ესე იგი მიმდინარეობდა იყო ფაქტობრივად რამდენიმე 1000 მტრის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ნაძირალას მსხვერპლი გახდა მთელი ქვეყნის მოსახლეობა, შეიძლება ითქვას, იგი. მთელი ქვეყნის მოსახლეობა იძარცნა რაღაც სრული კრიმინალიზაცია, ქაოსი, იძარცვებოდა ქვეყანა, ესე ვთქვათ, ამ ყველაფრის ყურება, ამ იძარცვებოდა ქვეყანა, იხოცებოდა ხალხი, ესმის ახლა აფხაზეთში, კიდევ აფხაზეთის სიტუაცია ახლა როგორ ჩანდა, ხო? შევარდნაძე მოგეხსენება, ხომ ჩამოვიდა 24 სექტემბერს, ხო? 24 სექტემბერს ჩამოვიდა ეს უკვე, როდესაც სოხუმის დაცემის პროცესი უკვე დაწყებულია. ესმის 27 სექტემბერს დავგარგეთ ჩვენ სოხუმი, ხო? ესე იგი და ის ხედავდა იმ პროცესებს, რაც იქ ვითარდებოდა და სწორედ სოხუმში რაც გამოვლენებიც განვითარდა, თუ გახსოვს შენ, ერთი წლით ადრე გააკეთეს ამის აპრობაცია გაგრაში. ანუ ზუსტად ისევე მოსკოვის შეთანხმებით მოსკოვში შედგა შეთანხმება, რომ ქართული ძალები უნდა განეიარაღებინათ და გამოეყვანათ გაგრის მისადგომებიდან, ისევე დატოვეს სანადირო თოფების და ავტომატების ანუ არა ქართველები გაგრაში, ესმის და აფხაზები კი უკვე იქცნენ გუდაუთაში. აფხაზები უკვე იქცნენ გუდაუთაში, იქ მათ ამზადებდნენ რუსი ინსტრუქტორები, არავის არ ჰქონდა წვდომა იქ სინამდვილეში რა ხდებოდა, აიგეთ და ერთ თვეში შეუტიეს
ამოიარაღოთ დარჩენილ ქართველებს, ეს იყო 92 წლის ოქტომბერი იყო თუ არ ვცდები, 92 წლის ოქტომბერში შეუტიეს ამოიარაღოთ დარჩენილ ქართველებს და მათ თავებით ფეხბურთი ითამაშეს. ესმის, ანუ ზუსტად იგივე რაც მოხდა სოხუმში, ზუსტად იგივე ერთი წლით ადრე გააკეთეს გაგრაში. ესმის და მამა ამას ხედავდა და ახლა სულელი უნდა ყოფილიყო ან მგონება დაბრმავებული შევარდნაძის ვიღაც მონა, ესმის რომ ეს ვერ დაენახა. და ზუსტად იგივე სახელმწიფოებდნენ სოხუმში, ესმის რომ ესე იგი სადღაც აგვისტოს ბოლოს ისევე შეთანხმებით მოხსნეს артиллерия, მოხსნეს ფაქტიურად ფრონტის ხაზი გააშიშვლეს, დატოვეს ხალხი ასევე სანადირო ტოფების ამარა, ესმის და მამა პრაქტიკულად იცოდა ისინი რასაც აპირებდნენ. და მიზანი რა ქონდა? რისი გადარჩენა უნდა? რა ვიცი, რისი გადარჩენა უნდა და მას არ შეეძლო რომ განზე მდგარიყო. ჯერ ერთი რომ ესე იგი ალბათ გადარჩენა უნდა და იმის რაც დარჩა და მეორე კიდევ იგი თვლიდა რომ ახლა მისთვის ეს არ იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა და იგეია. მისთვის ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლის საკითხი ყოფილი დაკარგვა არ დაკარგვის პროცესი ყოფილიყო, ხო? იგი დათანხმდებოდა ჯერ კიდევ 22 დეკემბერს, როდესაც მას შესთავაზეს ალმა-ატაში კონფერენციაში მონაწილეობა და დათანხმდა ევროპა. ხო. შეინარჩუნებდა, ტკბილად შეინარჩუნებდა, მაშინ რუსი გენერლები მოვიდნენ და პირდაპირ როდესაც უკვე ეგ სიტუაცია იზრდებოდა და სროლა იწყებოდა, მოვიდნენ და პირდაპირ შესთავაზეს მას ახალ სამოუკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, სადაც მან უარი განაცხადა. დსთ-ში შესვლა ომის დაწყების ამოცნობა. ხო, ძალაუფლების არ დაკარგვი, ხო, ესე ვთქვათ, ესეც შეიძლება, ისეც შეიძლება ითქვას. იგი შენდა. ანუ მისთვის ეს შეიძლება ეს არც იყოს სწორი შფათაშვილის. იმიტომ რომ მას მეტი ეფიქრა საკუთარ რაღაცნაირი ესე ვთქვათ შეიძლება ითქვას რომ რაღაც შინაგანი რაღაც ფილოსოფიური დამოკიდებულება ჰქონდა რაღაცნაირი მას ეს არ უყვარდა ესე ვთქვათ აი შემდგომი პოლიტიკოსების თაობებისგან გაიგე ეხლა დღეს რო ეს კამიდან ვერ ააგლეჩ ხო განსაკუთრებით ახალ თაობას ჩვენს ასკესმის რაღაც უსახური ბიოგრაფია პოლიტიკოსებს ეხლა დღეს ობიზინე ივანიშვილმა შეკრიბა ნებისმიერ სიტუაციაში რომ ცდილობენ რომ აი როგორც კატაცილოს ფეხებზე დავარდნას ესენი უკანალიც სკამში ჩავარდნას რომ ცდილობენ ნებისმიერ სიტუაციაში გესმის შენ აი მისთვის ეს რაღაც ესეთი დისტანციური თემა იყო ძალაუფლება ეს რაღაცნაირად მას ესე ვთქვათ, ეს ირცხვილებოდა კიდეც შეიძლება ის თქვას ის რომ რაღაცნაირად ებრძოლა ამ ძალაუფლებისთვის, გესმის? ხო და ალბათ ეს არ იყო კარგი შედეგის თვალსაზრისით, მე რომ გითხრა რაღაც კარგი ცოტა მეტი უნდა გამოეჩინა მას ესე ვთქვათ, მეტად ჩამღაუჭებოდა თუნდაც ესე ვთქვათ ამ ძალაუფლებას იმისათვის რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. დსთ-ში შესვლა სწორი ნაბიჯი იქნებოდა. დსთ-ში შესვლას არ გეუბნები, საერთოდ ვიზახი ეს მის ამ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. დსთ-ში შესვლას და მე ზოგადად გითხარი მისი დამოკიდებულება, ხა მას რომ დომოდა ძალაუფლების შენარჩუნება თქო რო გითხარი ახლა როგორც გააკეთა შევარდნაძემ შემდგომ მას არ დაჭირდებოდა ამისთვის იქ ნემობურჭულაძემ მითხრა ზუსტად ვირაჯების გაკეთება უბრალოდ რომ წავედით და რო უთხარით რომ არ შევდივართო ზუსტად მეორე დილით დაიწყო ზუსტად მეორე დილით დაიწყო დიახ 21-ში 22-ში იყო ისა ეს ესენგე შეიქმნა 22 დეკემბერს თუ არ ვცდები თუ სამიტი იწყებოდა იმაში ალმა-ატაში 22-ში და 21-ში იყო ზუსტად. საქართველოში დაბრუნების მერე რა მოხდა? აი საქართველოში რას ქვია საქართველოში? აი საქართველოში დაბრუნდა ზუსტად გამსახურდია, რაღაც თავისი მიზნები ჰქონდა. ამ დროს აფხაზეთის ომია გაჩაღებული. ხო და მისთვის ეს ძალაუფლებასთან დაკავშირებული, ძალაუფლების დაბრუნებასთან დაკავშირებული პროცესი კი არ იყო. გასმის აი აფხაზეთის გარდა კიდევ იყო ქვეყანა გადასარჩენი იმ ხროვისგან რომელმაც შემდგომ რა დღეში ჩააგდო ეს ქვეყანა, ალბათ უკვე ახლა ამას გამეორება აღარ სჭირდება. გესმის? ანუ მისი მიზანი იყო პირველ რიგში არა ხელისუფლების დაბრუნება, გესმის, არამედ ქვეყნის გადარჩენა იმათგან, რაც ესე იგი რაც ჩვენ დაგვატყდა თავს და სხვადასხვის სწორედ 8 ოქტომბრის მის გამოსვლაში თუ ნანახი გაქვს. შენ იგი ზუსტად დეტალურად აღწერს რა მოხდება მისი წასვლის შემთხვევაში. ნანახი გაქვს ეგ კადრები? ხო. რომ დაიკარგება აფხაზეთი, დაიყოფა უბანი უბანს, ქალაქი-ქალაქს, სოფელი სოფელს დაუპირისპირდა, მოხდება სრული ქაოსი, ლებანიზაცია, იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, შეწყდება ყველანაირი კომუნალური მომსახურება, აი ზუსტად ესე ვთქვათ, როგორც სიტყვიან. ხო, ხსნის რა მოყვება კანონიერი ხელისუფლების დამხობა ზოგადად. ხო, და სიტყვა, რომელიც სიტყვით ახდა, გაიგე და აი ამისთვის წინააღმდეგობის გაწევის ცდილობა იყო მისი ჩამოსვლა შეიძლება ითქვას.
ცოტნე მე გამიგია ესეთი ნახევრად ჭორი ნახევრად სიმართლე, მინდა რომ შენთან გადავამოწმო. როდესაც ძვირგამსახურდია ჩამოვიდა, მას აფხაზებმა შესთავაზეს პატივისცემა და დაფასება იმ შემთხვევაში, თუ ის როგორც საქართველოს პრეზიდენტი რაღაც დოკუმენტზე ხელს მოაწერდა. იყო ეს. ეს იყო მას შემდეგ რაც იმაში, რა ქვია, ბალტინის ჯარები რო შემოვიდნენ და ესენი გადავიდნენ აფხაზეთში. აფხაზეთში გალის რაიონში რომ გადავიდნენ, ესე ვთქვათ, გალის რაიონს რო შეაფარეს თავი და იქიდან მხრიდან მოვიდნენ აფხაზები. რაღაც დოკუმენტი მე იქ არ ყოფილვარ ახლა, მაგრამ რაღაც დოკუმენტზე შესთავაზეს ხელის მოწერა, რაც პრაქტიკულად, რაღაც ლეგიტიმაციას მისცემდა პრეზიდენტის. ლეგიტიმაციას მისცემდა აფხაზეთის იმას და მას შემდეგ რაც მან უარი განაცხადა, კატეგორიულად მოსთხოვეს აფხაზეთის დატოვება. როდესაც აფხაზეთთან დაკავშირებითაც ვიტყვი, რომ როდესაც მამა თბილისში იყო, ძალიან, ესე ვთქვათ, ძალიან პატივისცემითა და კარგი დამოკიდებულებით იყო მის მიმართ აძინება და იყო საუბარი იმაზეც კი, რომ საქართველოში შეიარაღებული ხალხი, საქართველოში კი არა, უფრო სწორედ თბილისში კაცო. თბილისში შეიარაღებული ხალხი გამოეგზავნა აი პუჩისტოს დასახმარებლად, სადაც მამამ უარი უთხრა. ამაზეც კი იყო საუბარი. და საერთოდ აფხაზეთის ომი ახლა რატო დაიწყო, ხო, რატო შევიდნენ თავიდან, ახლა ამას მთელი რიგი მოსაზრებები ჰქონდა. ედო საფუძვლად უფრო სწორედ ესე იგი ერთი იყო მე დარწმუნებული ვარ ამაში პრაქტიკულად რომ იმისათვის რომ დაეპირისპირებინათ ჩრდილო კავკასია და ამიერკავკასია ერთმანეთთან. პირველ რიგში ეს კავკასიური გახლეჩვისათვის, მით უმეტეს მაშინ როდესაც ვიეტნამსახურდია იმყოფება გროზნოში, გესმის და ასე ვთქვათ არის კარგი ურთიერთობები ჩრდილოეთ კავკასიასთან, აი მაშინ ეს ამის ნაღმის აფეთქებას ჰქავდა გესმის შენ რუსული სპეცსამსახურების მხრიდან, რომ შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხნით დაასამარა ამან რაღაც ერთიანი კავკასიის იდეა. ეს ის პერიოდი, როცა ჩეჩნეთი ფაქტობრივად დამოუკიდებელია. გესმის? ჩეჩნეთი ფაქტობრივად დამოუკიდებელია და რუსეთი იმდენად სუსტია, რომ კარგავს ფაქტიურად, რა ვიცი ეს. დაღესტანში, ყაბარდო-ბალყარეთში რაღაც გარკვეული პროცესები მიდის, ადიღეაში მიდის გარკვეული პროცესები, გესმის და აი აფხაზეთის ომში რუსეთმა სპეცსამსახურებმა შეძლეს ამ ჩრდილოკავკასიელი მთიელების განერთიანებას საკუთარი დროშის ქვეშ. წარმოგიდგენია შენ? ანუ როგორი მანევრი გააკეთეს, გესმის, შეიქმნა ეს კონფედერაცია, ჩრდილოკავკასიელ მთიელთა კონფედერაცია, რომელიც ღიად არ ამბობდნენ ფაქტიურად, მაგრამ რეალურად აკეთებდა რუსეთის საქმეს და მათ ავარჯიშებდნენ და აიარაღებდნენ რუსული სპეცსამსახურები და რუსული რეგულარული არმია კაცო. აი აგერ ამასთანაც რუსი პილოტის მოგონებებს ვკითხულობდი, როგორ ჩავიდა გუდაუთაში, შემდეგ რომ ბომბავდა ქართულ პოზიციებს და როგორ დახვდა მას გვარები აღარ მახსოვს იმჟამინდელი რუსეთის სადესანტო ჯარების მეთაური და მისი მოადგილე ორი გენერალი. ესმის? ანუ რუსეთმა ფაქტობრივად ესე იგი ეს აი ჩრდილოეთ კავკასიელი იგივე ბასაევი, შამილ ბასაევი, იგივე რომელიც შემდეგ ჩეჩნეთის ომში იმას რა ქვია ნაწილ დაგლიჯეს და ისე მოკლეს, ხო? მაშინ ხომ ესე იგი ფაქტობრივად რუსული დროშის ქვეშ იბრძოდა, გესმის? ანუ ესე იყო წარმოუდგენელი პროვოკაცია იმ სიბრიყვის ესე ვთქვათ გაუაზრებლობის, გაუცნობიერებლობის, მათ შორის ისლამური კარტიც გამოიყენეს, გესმის? შენ რომ მუსულმან აფხაზებს მაგალითად უპირისპირდებიან ქრისტიანი ქართველები. პირველ რიგში ეს იყო რუსული ნაღმი ამ კავკასიის გასახლით ჩადდა დასაკუთრებულად, ეს ერთი. მეორე ეს იყო აუცილებლად ეგრეთ წოდებულ ზვიადისტებთან საბრძოლველად, იმიტომ რომ ემაც ვერ ეხებოდა. აჭარაში და აფხაზეთში მამას მომხრეებს ვერ ეხებოდა შევარდნას. ეს იყო ფაქტობრივად ანკლავები მის წინააღმდეგ. მისი რეჟიმის წინააღმდეგ. თუ თბილისში და იგივე სამეგრელოში ამას სისხლში ახშობდნენ და ახლა ხანდახან ისე გამოხავთ, რომ აი სამეგრელოში დარჩა მას მარტო მომხრები და დანარჩენი საქართველო მისი წინააღმდეგი იყო, გესმით თქვენ და ესე თბილისში რომ 200,000 კაციანი მიტინგი დახვრიტეს იმაზე ორთებერვალს. ეს ვინ იყო? ეს ხალხი რა ემი და სამეგრელოდან ჩამოვიდა თბილისში, სამსახურდიასაცავად. ეს იყო სისულელი, თვითკნარი ნებისმიერი ადამიანი, ვინც გამოდიოდა ქუჩაში და ვინც ახერხებდა რაღაც სიტყვის დაზვრასაც კი, იღებდა ტყვიას და ამას არც მალავდნენ ის ხუნდის და ბუჩის მეშვეურები. მათ შორის ის დღეს თამარჩიკოვანი ახსენე დღესაც რომ ჟურნალისტია იმაში. პირველ ახსე ტელევიზიაში იგივე ეგრეთ წოდებული ინტელიგენციის, წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლები და შემდეგ. ეს მეორე მიზანი ამ გამსახურდიას მომხრეებთან დაპირისპირება აფხაზეთში და მესამე იყო ელემენტარული ძარცვა. ელემენტარული ძარცვა, რაც გააკეთეს სამეგრელოში, იგივე გააკეთეს აფხაზეთში ფაქტობრივად თავიდან.
გესმის? ანუ ესე იგი ახლა რაღაც იქ პატრიოტულ მოტივებზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, შეიძლება ითქვას, საფრთხეში მიდიოდნენ, იმიტომ რომ მანქანა ჩამოეყვანა, ან მებელი ჩამოეტანა ბრალებში გაიგეში. ახლა იქ იყვნენ შემდგომ ახლა პატრიოტულად განწყობილი ახალგაზრდები და ყველა ასეთი შეიძლება არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ეს კაცო. აგერ შეგიძლიათ შეხვიდეთ ეგერ ინტერნეტში დევს, სადღაც მაქვს შენახული ასევე ფირით, შეგიძლიათ მე გამოგიგზავნო ქართული ჯარი უბრალოდ ვისგან შედგება. ის სუფთა კრიმინალები, ციხიდან გამოსული ტიპები, გესმის, რეციდივის გამოშვებული რეციდივისტები და როგორ ამბობენ, იქ ბიჭები დარჩნენ ძმაო და ისინიც ზაღვრიან სისხლს საქართველოსთვის. ანუ გამოვისყიდით ჩვენ იმას, რაც დაგვიშევებია, რაღაც ესეთი ეს რეციდივისტი ბიდლო შეყვანილი მოსახლეობის გასაძარცვად აფხაზეთში. გესმის, რაც შემდგომ კარგად გამოიყენა. ვისაც ყოფდა მათი ამ მიზნით შეყვანა იქ. დღეს, აი წარმოიდგინე, ტრაგედია იცი რა არის, რომ დღესაც გესმის, აი ამ ვიდეოს აქვს, რა ვიცი, ალბათ 1000-ობით გაზიარება, 1000-ობით ლაიქი და არც ერთი ნეგატიური კომენტარი არ აქვს, გესმის? ანუ ფაქტობრივად გამოდის რა, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ, შეერაღებული გადატრიალებით მოსულმა ხელისუფლებამ შეიყვანა ციხიდან გამოსული რეციდივისტები შეიყვანა იმაში, აფხაზეთში, გესმის შენ, ბანდა, მოგლეც რომ ვთქვა, ესე იგი რაღაც ფორმალურადაც, გარეგნობითაც, შინაარსითაც, ყველანაირად ბანდა შეიყვანა, გესმის შენა და ამას შემდგომ უკვე რა მოხდა? ხო, ეს უკვე ვიცით არა, ვისაც ყოფდა ამის შეყვანა, მოგახსენე, აწყობდა როგორც რუსულ სპეცსამსახურებს, ესე შევარდნაძის რეჟიმს. აგერ რამდენიმე მიზეზი ჩამოგითვალე, ხო, ერთი კავკასიის გათიშვა, მეორე ეგრეთ წოდებულ ზვიადისტებზე ნადირობა, მესამე ელემენტარული რაღაც მატერიალური სიკეთეები, რაც მათ მიიღეს აფხაზეთის მოსახლეობის გაზარცვით. ფასაშურის არა მხოლოდ აფხაზური, არამედ მეგრული მოსახლეობის გაზარცვითაც. გამსახურდიას გარდაცვალებაზე უნდა გკითხოთ, მე მომისმენია თქვენი მოსაზრებებიც. ამასთან დაკავშირებით დღეს ჩემთვის ალბათ ახალი არ იქნება, რასაც იტყვით, მაგრამ მაინც მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს თქვენი სრული წარმოდგენა, კონტექსტი მინდა იცოდეს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე. რა გითხრა, აბა ეს საქმის მასალებში თქვენ რის გჯერათ ეს მაინტერესებს? არა, მე რის მჯერა მაგაზე არაა საუბარი, საქმის მასალებში ნათლად და ცხადად ჩანს ძალიან მთელი კლასიკური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ოპერაცია. სადაც არის ესე იგი თვალთვალი, დევნა, ამ ყველაფრის ორგანიზება, გესმის ვიღაცეების რეკრუტირება, ვერბოვკა ეგრეთ წოდებული გესმის. ხალხის მძევლად აყვანა ინფორმაციის შეგროვება. შემდგომ ესე იგი ერთადერთი დეტალი აკლია ამ ყველაფერს, აი ეს ჩახმახზე დიდის გამოყრა. ჩახმახზე დიდის გამოყრა, რასაც აი წლებია უკვე არიძიებს ქართული სახელმწიფო, დღევანდელი პროკურატურა მათ შორის, აი ეს დღევანდელი ჩვენი ეს უდიპლომო შუშისვალება აფერისტი ეს თადომაძე, რომელიც შაშან დაახლოებით 1 წლის წინ ესე იგი ჩვენ რაღაც სიმშილობის აქციის შედეგად მივახციეთ იმას, რომ ესე იგი საქმის ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდა ამ და მსგავსი ტიპის საქმეებზე, მაგრამ ესე ვთქვათ, ეს ტყუილი დარჩა ტყუილად, არავითარი პირად კონტროლზე აღვანა, არავითარი პროგრესი მას შემდეგ თითქმის 1 წელიწადი ამ საქმეზე არ მოხდა. შემდის ყველაზე ნათლად დამასწორებელი საბუთი იმისა არის რამდენიმე ასეთი საბუთი გესმის ჩვენ მათ შორის ერთ-ერთი ნათლად დამადასტურებელი საბუთი იმისა რომ ეს არ ყოფილა თვითმკვლელობა არის აი სწორედ ის უმოქმედობა რასაც აწარმოებს ხელისუფლება ამ საკითხზე გესმის და ხელისუფლება რომელიც შეიძლება ითქვას აი იმ ჯგუფების თუ რა ვიცი როგორ დაუძახო ამ ხროვას მემკვიდრეა იმ ბირთვის, რომელიც ესე იგი დარჩენილია იმ ძალოვან სტრუქტურებში, პოლიტიკურ, ფინანსურ თუ ეკონომიკურ ელიტაში, გესმით თქვენ, მის ინტერესებშიც არ შედის ეგრეთ წოდებული deep state-ი, და ეს deep state-ი ისეთივე მახინჯიარი, როგორიც ესე ვთქვათ, დღევანდელი ჩვენი სახელმწიფო, სიღრმისეული სახელმწიფოს ისეთივე მახინჯია, როგორიც ჩვენ დღეს სახელმწიფო გვაქვს გესმის შენა და რომელიც უბრალოდ არიძიებს, აი უბრალოდ თავზე შემოდებული, უბრალოდ არაფერი არ კეთდება. შესაძლებელია გამოძიება ამ რა თქმა უნდა, 1 წელიწადია თადუმაძე გვატყუებს შაშანა იმ დეკემბრის აქციით, ნოემბრის აქციიდან 1 წელიწადია გვატყუებს აკეთებს ვითომ საგამოძიებო ექსპერიმენტს და 1 წელიწადი არ გაუკეთებია იაკო. შეიძლება საინტერესო იყოს თენგიზ კიტოვანი მითხრა ეგეთი რაღაცა, რომ ეგო
ეგ დავალება ქონდა ავთო იოსელიანს, ავთო იოსელიანი შესრულებულია, მან ესე თქვა და თვითმკვლელობა გამორიცხა ესეთი უცნაური მოტივით, რომელიც მე აქამდე არ ვიცოდი და უბრალოდ შენთან მინდა გადავამოწმო, რომ ზვიადის თავში ორი ტყვია ქონდა მოხვედრილი და ორი ტყვით თავს არ იკლავენ. არა, ორი ტყვია არ ქონდა მოხვედრილი, მაგრამ ეს რა ქვია, იქ არის საკმარისზე მეტი არ მინდა ახლა საუბარი საკმარისზე მეტი მტკიცებულებაა მათ შორის აი წმინდა ექსპერტული თვალსაზრისით გესმის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის თვალსაზრისით გესმის და აი ერთი წელიწადია აგერი 25 წელიწადზე მეც აღარ ვსაუბრობ უკვე რაც აი ხო გეუბნები ელემენტარული საგამოძიებო ექსპერიმენტია რა ჩატარებული აი მსგავსი ანატომიური მონაცემების ადამიანს მსგავსი სიგრძის სიდიდის იარაღით მსგავსი გაბარიტების იარაღით რამდენად შეეძლო ამ ტრაექტორიით ამ გასროლის განხორციელება. აი ეს არ გაუგეთებიათ, გესმის შენ. საგამოძიებო, ხო და რაც შეეხება ავთო იოსელიანს, დიახ, მას აქვს ამაში საქმეში ჩანს კიდევაც ეს ყველაფერი, მას აქვს ამაში მონაწილეობა მიიღებული, თუმცა ავთო იოსელიანის გარდა კიდევ არსებობს სხვა ჯგუფები, მას რამდენიმე ჯგუფი დაძდებდა, ეს საკმარისზე მეტი მასალაა. იაგო ხო გეუბნები და ისინი ხელს აფარებენ უბრალოდ უშიშროების თანამშრომლებს, ჯერ კიდევ საბჭოთა კგბ-ს თანამშრომლებზეა საუბარი, ვინც ეს ყველაფერი განახორციელა. და იქ ვინც იყვნენ ზვიადის თანამებრძოლები, იმათი აზრი რა არის და რამდენად არის შენთვის დამაჯერებელი? არა, ისინი უბრალოდ იტყუებიან. ისინი უბრალოდ იტყუებიან, დამაჯერებელი ვერ იქნება, იმიტომ რომ სამივე სხვადასხვა რაღაცას ყვება, ახლა ფაქტობრივი უზუსტობებია და აი ელემენტარულად ხო, აი კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი ისიც რა არის, რომ აი ბესარიონ გუგუშვილი, ვინც იქ იყო ასევე. იმჟამად ხო, აი წლიდან წლამდე ცვლის და ამძიმებს ჩვენებას. აი სულ ყველაფერი რომ დამეჯერებინა, ხო გეუბნები, აი თუნდაც ეს წლიდან წლამდე შეცვლილი რაღაც გამუქებული, გამძაფრებული ჩვენებები ესვის შენ, ასევე ის რომ მაგალითად აი ამასინაც ერთმა უცხოელმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა რომ თურმე ზვიად გამსახურდიას ეს სიკვდილის წინა რაღაც ანდერძის კიდევს თურმე ვიკიპედიაზე და გავუცდი მეთქი რა ამდენი ისინი მსგავსი არაფერი არ არსებობს არც უარსებია და აი ბესო გუგუშვილის შეთითხნილი წერილი დევს გესმის თქვენ ესე იგი აი ფსიქალბეში საგამდე მიდიან ესე იგი მსგავსი მონაცემი არც ყოფილა და არც საქმის მასალებში დევს და არ არსებობს საერთოდ რა მისი ხელით დაწერილი აი ამ დონეზე დადიან რომ ესე იგი აყალბონ და წარმოიდგინე ახლა ვიღაცა აი უცხოელის ქართულ რეალობაში შეუხედავი ადამიანი გახდა ამის მსხვერპლი და მითხრა რომ როგორო კაცო მამა თქვენის სიკვდილის წინა რაღაც წერილი ხო დევსო ინტერნეტში აი ეს შეკითხვა დაგისვა რატომ აი დღევანდელი შენი გადმოსახედიდან და ბევრი გიფიქრი ამაზე გეტყობა კიდეც იმაზე რა შეიძლება და მათ შორის გაინტერესებს პოლიტიკაც ასევე რას ჩათვლიდი ზვიად გამსახურდიას შეცდომად რომელსაც სიტყვაზე შენ არ დაუშვებდი ურჩევდი რომ ეს არ უნდა გააკეთოს აი ისი რა ახლა ძალიან ესეთი ხო გითხარი თურმეობითი კილო ისტორიას არ უყვარს თქო და ის თურმეობითი კილო ისტორიას არ უყვარს და რა ვიცი ალბათ შეიძლება ბევრი რამეს ყოფილიყო ესეთი მაგრამ გამიჭირდება ახლა მან საუბარი მურემი რომ გადაბრუნდება ახლა გზამერი გამოჩნდება ახლა ის შემდეგ უკვე ამაზე ლაპარაკია აი ეს ბოლო წინა კითხვა ბოლო კითხვასთან იყო კავშირი შემდეგ ბოლო კითხვასაც დაგისვან მაშინ მოდი იმ ამბებმა რაც იმ პერიოდში მოხდა საქართველოში რომლის მონაწილე სხვადასხვა ფორმით იყო ზოგადად გამსახურდია და შენი ოჯახი დღევანდელ საქართველოზე რა გავლენა მოახდინა აი დღეს აი თუ შეგიძლია კავშირი დაინახო იმ დროს რაღაცა მოხდა დღეს ასე რომ ცხოვრობთ იმას შორის რა თქმა უნდა არა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რაც ჩვენ მისაუბრეთ ეს ყველაფერი ახლა შეიძლება ძალიან ბევრი კი არა უმრავლესობა ვერ საცნობიერებს ამ ყველაფერს მათ შორის ახალგაზრდა თაობა გასო ჩვენ ყველა შვილები ვართ მძევლები ვართ შეიძლება ითქვას მსხვერპლი ვართ იმ დროის იმ მოვლენების იმ თაობის რას ლაპარაკობ რა თქმა უნდა ეს კავშირი ჩანს ახლა ვიცი ყოფით ურთიერთობებში თუ გინდა აი აგერ მაგალითად აი კანონმდებლობაში რაღაც სოციალურ ურთიერთობებში ყველგან იმაში რომ ისტორია რადგანაც არ ვიცით იმ რომ ზუსტად რა მოხდა შესაბამისად არასწორად ვიქცევით ყველგან ჩვენ არასწორად ვიქცევით აი ვერ ვაცნობიერებთ ჩვენ რაღაცა სტერეოტიპებს გაბატონებულს აი შეიძლება ითქვას რომ აი ძალიან აი მოვიდა ელემენტარულს გეტყვი მაგალითად აი მანქანის მოძრაობისას მაგალითად აი ახლა აი პურის რიგში დგომას არ გაგონებს აი ზოგი მძღოლის ქცევა აი 90-იანების პურის რიგში მე მაგას პურის რიგში გაკეთებულ თაობას ვეძახი ხალხს ვეძახი უბრალოდ ეს გესმის შენ აი
მაშინდელი ესე ვთქვათ სტერეოტიპები და მაშინდელი ქცევის მოდელები დღეს არა აქვს აქ გადმოტანილი. ან კიდევ აი პოლიტიკოსებს მაგალითად პოლიტიკოსები რომ მოდიან და აი იმას ცდილობენ რომ რაც შეიძლება მეტი მოხვეწოს, მეტი იშოვოს გესმის განურჩევლად მისი ესე ვთქვათ კვალიფიკაციის, განათლების, შესაბამისობის განურჩევლად გესმის. ეს არ არის აი იმ გადატრიალების შემდგომი ხელისუფლების მემკვიდრეობა, როდესაც ესე იგი აი ეცნენ და დაიწყეს წარსვა შეიძლება ითქვას, აი ვისაც აი წაიღე რამდენი წაღებას შეგიძლია. ქვეყანა სახში წაიღეს შეიძლება ითქვას და რადგან ყველამეს ვერ შეძლო გესმის, ყველა დიდი ნაწილი მსხვერპლი იყო და რაღაც პატარა აქტიური ნაწილი იყო, ესე იგი, ვინც ამის ხარჯზე გამდიდდა და რაღაც მდგომარეობას თუ სტატუსი მოიპოვა გესმის თქვენ. დღეს ხო ჩვენ ფაქტობრივად დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური, ბიზნესი ხო ფაქტობრივად ამაზეა აღმოცენებული, ხო? ახლა მე შეიძლება ყველა არ იგულისხმებოდეს, მაგრამ დიდი ნაწილი მოდი ასე ვთქვათ, გესმის და მაგალითიც ახლა აი ამათი თაობა შეხედე გესმის, ისე რა ქვია, ამათ თაობას მაგალითი რა აქვს წინ, გესმის, რომ ტიპი 4 ხელას გამთავრებული ტიპი, რომელმაც ყველაფერი იკადრა, გაიგე შენ და ის დღეს მისაბაძი მაგალითია დღეს საზოგადოების დაფასებული წევრია, მდიდარია, ახლა ჩვენთვისაც ნიშნავს ეს, მაგრამ ბოლო შემთხვევაში ახლა ადამიანებისთვის, რომელთა 70%-ზე მეტი სიღარიბის გვას მიღმა, ეს სიმდიდრე რაღაცას ნიშნავს, ხომ ასეა, გესმის შენ? და აი საზოგადოების მაგალითი, აი ამათი თაობის მაგალითიც ეს ტიპები გახდნენ, გესმის? ამათი მაგალითი ზვიად გამსახურდია არ გამხდარ, ამათი ალტერ-ეგო ილია ჭავჭავაძე არ არის, ამათი ალტერ-ეგო ბიძინაა, გაიგე? ბიძინაა და აი მსგავსნი მათნი გესმის შენ რა თქმა უნდა კატასტროფული ეს მოხდა ეს იყო აი სოციალური კოლაფსი მოგეხსენება ალბათ აი გატეხილი ფანჯრის თეორია არის ესეთი თეორია სოციალურ ფსიქოლოგიაში როდესაც ამერიკელმა სოციოლოგებმა მოგიყევი მე მგონი თუ არა ამერიკელმა სოციოლოგებმა ვილსონმა და კელინგმა აღმოაჩინეს აღმოჩინეს კი არა უბრალოდ ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი. ესე იგი უზრუნველყოფენ მილიონერების უბანში კუინსში და კუინსში კი არა ბრონქსში და ჰარლემში დადგეს იდენტური მანქანები რა. იდენტური მანქანები და რა ვიცი ჰარლემში ჩაამტრიეს ეს მანქანის ფანჯარა ჰარლემში სადღაც ნუ რამდენიმე დღეში ესე იგი აღარაფერი აღარ იდო მანქანაში და ერთ კვირაში საერთოდ მანქანა აღარ იყო რა აი ზარიანად წაიღეს გესმის ამასობაში ეს ბრონქსში ეს მილიონერების უბანში ეს მანქანა ხელშეუხებლად ჯერჯერობით იდგა შემდეგ მივიდა ეს ერთ-ერთი ვილსონი თუ კელინგი მივიდა და ამ მანქანაში ფანჯარა ჩაამტრია ზუსტად რამდენიმე დღეში მოხდა პრაქტიკულად იგივე რაც ჰარლემში მილიონერების უბანში და აი ამ თეორიას ქვია გადახილი ფანჯრის თეორია ეს სხვადასხვა ვარიაციებით შემდეგ სხვადასხვა სიტუაციებში ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტები და აი იცი როგორ დონეზე მოხდა ამ თეორიის ვერიფიკაცია გესმის შენ რომ აი მაგალითად ჰოლანდიაში სადღაც ბენზინგასამართ სადგურზე სადაც არ ეწერა რომ ჩვენ აქ მოწევა აკრძალულია ის ბენზინგასამართი სადგურები უფრო ხშირად იძერცვებოდა ვიდრე ისინი რომელსაც ეწერა გესმის აი რაღაცა უცნაური ძალიან უცნაური ერთი შეხედვით კორელაცია იყო ამ მონაცემებში გესმის მაგრამ საბოლოო ჯამში რა დაამტკიცეს ის იმათ ამ გატეხილი ფანჯრის თეორიაში რომ იგი ადამიანზე გავლენას ახდენს არც ჩვენ როგორც ვეუბნებიან ვიღაცეები რომ არც გენეტიკა გესმის შენ არც აღაზრდა და არამედ გარემო ახდენს გავლენას დესტრუქციული სოციალური ქმედებების გენერატორი შეიძლება ითქვას არის გარემო გესმის და ეს გაგვიკეთეს ჩვენ რუსულმა სპეცსამსახურებმა გესმის შენ რომ ის დღემდე გესმის ეს დღემდე კანონმდებლობაში დონეზეს კი ვერ გაგვიმართავს აი ეგრე დღეს უყურე მაგალითად თბილისის ზღვაში კანალიზაციის წყალი ჩაედინება და ერთი წელიწადი ამაზე მერიას რეაქცია არ აქვს თან სვამთ. ხო, სვამთ. კი, ფეკალიებს სვამთ, გაიგე? გესმის? აი ეს გაგვიკეთეს, ეს გატეხილი ფანჯრის თეორია, ამ გატეხილი ფანჯრის თეორიის მიხედვით, ესე იგი დაანგრიეს ეს ქვეყანა რა. დიდი მადლობა ცოტა. ძალიან საინტერესო საუბარი თქვა. აი ხა. ცხოვრობ და წვალობ და ცდილობ